საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში ემსახურება თვითმყოფადი ბუნებრივ კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებას, ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის პირობების დაცვას და საზოგადოების ცივილიზებული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლის შექმნას. Ამ ჩანაწერით იწყება საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ. დღეს იმაზე ვილაპარაკებთ, თუ რამდენად ემსახურება ამ მიზნების შესრულებას დაცული ტერიტორიების სააგენტო. საერთოდ როგორ იცავს, ან რამდენად კარგად იცავს ეს უწყება მისი დაცვის ქვეშ არსებულ საქართველოს უნიკალურ ბუნებას. ჩვენ 2 წელია ვუყურებთ უწყვეტ პროტესტს ბალდაში. ბალდის კანიონი ბუნების ძეგლია და მისი დაცვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს პირდაპირ ვალდებულებაა, მაგრამ მას დღეს მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა იცავს. ნახოთ მთის ამბების საგამოძიებო ფილმი ბალდაზე და შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად გავაგრძელოთ დისკუსია დაცული ტერიტორიების პოლიტიკაზე. ყოფილი და მოქმედი მოხელეები ადამიანებისა და ბუნების წინააღმდეგ. Полиция მოდის და უკან მოყვება ცემენტის მანქანას. А как ты думаешь, в горах стройки происходят? სოფლის 2 წლიანი უკომპრომისო ბრძოლა ოდაბადეს დასაცავად. შენ თვალწინ ყრია, რატო არაფერს არ აკეთებ? ექსტრემალური ტურიზმი ბუნების ძეგლებზე და ადგილობრივი თემის ექსტრემალური იგნორირება. აი რა გავაკეთე ჩვენ მაგრები ვარ, რა კარგები ვარ, დავასაქმეთ ხალხი და მას გეტყვიანე. ველური მიდგომა, ველური ბუნების ხელში ჩასაგდება. ვარცხენ პასუხს და შენი მიკროფონი და უნდა დაგიგდო მაინც და მაინც. როგორ აღმოჩნდა ბუნების ძეგლების შემოსავლები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ხელში? 10.500.000 ლარი იყო შემოსავალი და მარტვილის მუნიციპალიტეტში ლარიანი არ დაშენია ძმაო. რუსული გავლენები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. ეს არის სუფთა ინტერესთა კონფლიქტი. ნახეთ მთის ამბების საგამოძიებო ფილმში. თავისუფალ დრო რაც კი არსებობდა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აქ მაკატარებდა. სკოლის დამთავრებაც მაგიტომ მიხაროდა რომ აქ უნდა ჩამოსულიყავი უეჭვი. სინამდვილეში აქ გავიგე თავისუფლება რა არის. ჩემი მეგობრები ვინც არიან, ყველა მდინარეზე შემიყვარდა, იმიტომ რომ იქ იყვნენ ნამდვილები, როგორებიც არიან, ეგ დავინახე და მის მერე ბავშვობის ძმაკაცები თუ ვინმე მყავს, ძირითადად აქედან მყავს. მაგრამ დამოუკიდებლობა პირველად ვიგრძენით, პირველად რომ გადავხვდით სათავეზე, რომ ამოუყვინთეთ და ცოტა გავცურეთ სრულიად დამოუკიდებლად. ნებისმიერ ბალდელს ბავშვიდან უხუცესამდე რომ ჰკითხო, მათი სოფლის მდინარეზე, როგორც სულიერზე, ისე მოგიყვებიან. მდინარემ თვითონ გაგვაცნო თავისთავი, თვითონ გაგვაცნო ჩვენი თავიც, რა შეგვიძლია, თმენა როგორ შეგვიძლია რაღაცისთვის. და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ სათავეზე პირველად რომ ვიბანავეთ, თითქოს უკვე ბიჭი ვიყავ. მის მერე არც ერთი წამი არ ყოფილა ისე, რომ მარტო ყოფნის რაღაცნაირად შიში მქონოდა. თითქოს თავისუფლების გემოს უფრო ვგებულობ. მარტო როცა ვარ ამ მდინარესთან. წელი ყოველი ზაფხული ჩვენთვის იყო ბალდის კანიონთან დაკავშირებული. არა მარტო ზაფხული, მათ შორის ზამთარში ნათლისღების რიტუალიც. მდინარეა მათი პიროვნული იდენტობის ნაწილიც და ხშირად სარჩო საბადებელიც. გვაქვს საოჯახო სასტუმრო, მთელი ოჯახი ვართ ჩართული ამ საქმიანობაში. ადამიანი, ვინც მოდიოდა ჩემთან დასასვენებლად, იმდენად აღრთოვანებული იყო ამ სოფლის ველური ბუნებით და მისი თავისუფლებით, რომ მინიმუმ 1 დღე, 2 დღე დამატებით რჩებოდა გაუთვალისწინებლად. ამას იწვევდა ეს ბალდის კანიონი, სადაც, ჩემი სახლიდან წამოსული ტურისტები ჩადიოდნენ უფასოდ, შემხებლობაში იყვნენ იმ ველურ ბუნებასთან, იმ ეკოსისტემასთან და სრულ ბედნიერებას იღებდნენ მთელი ამ სანახაობისგან და ეს შეეძლოთ ეკეთები
ეხებინათ ყოველ დღე, მთელი დღე, ნებისმიერ დროს, როცა ენდომებოდათ და მას შემდეგ რაც ეს ბალდის კანიონი გახდა მიუწვდომელი ამ ხალხისთვის, რჩება უკვე ის მასობრივი ტურიზმისთვის, მას ტურიზმისთვის პოპულარული ადგილები რაც არის, რაც ეკოტურიზმის მოყვარულ ხალხს მაინც და მაინც არ იზიდავს. შესაბამისად, ამ ხალხს ნაკლებად აქვს ინტერესი, რომ სოფელში უფრო მეტი დრო დახარჯოს. მათ შორის ცხენების ტურებსაც ვაკეთებ, იმიტომ რომ აქ გავიზარდე, ცხენები მიყვარს და რაღაცნაირად ეს ჰობის და ბიზნესის შეთავსება ჩემთვის ძალიან ბედნიერების მომტანი იყო და ამაზეც აისახება ეს ბალდის კანიონი, იმიტომ რომ ვიზიტორი, ვინც მოდის ერთი დღით სოფელში და დაუგეგმავად არ აქვს იმის დრო, რომ წავიდეს ცხენის ტურზე, შესაბამისად ის ადამიანი ჩემი კლიენტი ვერ იქნება. ჩემი კლიენტი იქნება ის ადამიანი, ვისაც უყვარს ველური ბუნება, ვინც შეძლებს რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩეს სოფელში და სრული სერვისი მიიღოს ჩემგან, ჩემი ოჯახისგან და ჩემს ირგვლივ მყოფებისგან, რასაც ჩვენ თავაზობ. ადგილი, სადაც ბალდელებმა შიშის დაძლევა, მოთმინება და დამოუკიდებლობა ისწავლეს, აბაშის წყლის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური სივრცეა. სოფელი მას სათავეს უწოდებს. 2013 წლიდან დაცულ ტერიტორიად აღიარებულ ბალდის კანიონზე დღეს მალულად თუ შეიპარები. ხუთი და ადგილ-ადგილ 10 მეტრის სიგანის ვიწრო ხეობაში მართლაც თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. ზურმუხტისფერი კამკამა წყლით და ორივე მხარეს აღმართული კლდეებით ზემოდან. წყალქვეშ კი ამ ჯადოსნური სანახაობით. კანიონს ორივე მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ეზოები ესაზღვრება. სწორედ ერთ-ერთი ეზო იყო იქ ჩასასვლელად ყველაზე მოხერხებული ადგილი. მეზობელი რომ არ შეწუხებულიყო, ბალდელებმა გადაწყვიტეს კანიონზე ჩასასვლელი ბილიკი მოეწყოთ. ახალგაზრდებმა მოვინდომეთ, რომ იქ ეკალბარდი რაღაცები გაგვესუფთავებია და გვერდიდან ჩაგვეყვანა ბილიკი რა მთელმა სოფელმა. და მაშინ ამოვიდა დაცული ტერიტორიებიდან, სააგენტოდან ხალხი და გვითხრა ესეთ რაღაცა, ეს არის ბუნების ძეგლი, აქ ელემენტარული ქვის გადატრიალება არ შეიძლება და ეკალბარდის მოჭრაც არ შეიძლება რა. ხო და მაშინ ნუ ეხა ჩვენ დავთანხმდით, რომ ეს თუ ბუნების ძეგლია და რაღაცა, კაი გვესმის და თუ არ შეიძლება რაღაცა ჩარევა, ეკალბარდის მოჭრა რაღაცა ქვის გადატრიალება, კაი, ნუ არ შეიძლება და შევთანხმდით მაგაზე. სტუმართ მასპინძლობა სამეგრელოში, როგორც ახლა განთქმულია, ყველა მიცის და პირველი ადგილი, სადაც სტუმარი მოყავს ადგილობრივს, ეს ადგილია სათავე, ბალდის კანიონი. და ამ ყველაფრის ფონზე მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ ეს ჩვენი ყველაზე სოციალური სივრცე, რომელიც სულ დატვირთული იყო როგორც ადგილობრივებით, ისე ტურისტებით, ხელში ჰქონდა ჩაგდებული კომპანიას 40 წლით. ეს შემთხვევით აღმოაჩინეს. 2023 წლის აპრილში ბალდელებს კანიონი შემოღობილი დახვდათ. თავდაპირველად ყველა მიფიქრა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო კანიონზე ჩასასვლელი ბილიკის მოწესრიგებას გეგმავდა. მე უკვე ადგილობრივები როცა საბანაოდ მივიდნენ, ვიღაც რუსულენოვანმა ადამიანებმა მათ მოთხოვეს ტერიტორიის დატოვება. რაზეც რა თქმა უნდა უარი მიიღეს ადგილობრივების მხრიდან, შემდეგ მოვიდა დაცული ტერიტორიების თანამშრომელი, რომელმაც განუმარტა ადგილობრივებს, რომ ეს უკვე იყო კერძო საკუთრება და აქ ნებართვის გარეშე ვეღარ ჩავიდოდა. ნუ აქედან დაიწყო უკვე მოძიება ინფორმაციის, რა ხდება სინამდვილეში, რატო გასხვის და რატო შემოგვიღობეს და ასე შემდეგ და ნუ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ შპს კანიონი 350-ს გადაეცა 40 წლიანი იჯარით. და ადგილობრივებისთვის დაკეტილი იყო და შემდგომში უკვე ფული უნდა ეხადა მოსახლეობასაც, რომ ამ ადგილზე მოხვედრილიყო. სოფელი სახტად დარჩა და ვიდრე კანიონის მცველებად იქცეოდნენ, რამდენიმე გარდამტეხი ეტაპი გაიარეს. ლიანა ბებო, ჩვენი უხუცესი ამ სოფელში, ყველაზე დიდი ძალა ვინც მომცა სინამდვილეში რა, ერთადერთი ქალი იყო. ანუ ყველას შიში ქონდა იმის, რომ არაფერი გამოვა, იმიტომ რომ ალბათ მთავრობას ვებრძვით, ესე რომ არაფრად ჩაგთვალეს. ერთადერთი ქალბატონი იყო ლიანა ბებო, 96 წლის ქალი, რომელმაც ესე უბრალოდ ჯოხი დაარტყა, რას ქვია წაიღეს ესე მითხრა, თან კაცრად და რას ქვია ჩვენ ამისთვის არაფერს არ ვშვებით.
მეორე გარდამტეხი ეპიზოდი მაშინ მოხდა, როცა ბალდელები ინვესტორის ვანდალიზმის მოწმეები გახდნენ. საკუთარი თვალით ნახეს, როგორ რეცხავდნენ ბუნების ძეგლს მაღალი წნევის აპარატით და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური გამოიძახეს. ხედავთ მარჯვენა მხარეს ეს არის გარეცხილი კერხებით მოშორებული ხავსი მიწა. ადგილზე მისული ინსპექტორები კი უფლებას არ აძლევდნენ შესამოწმებელ ტერიტორიაზე ადგილობრივებით შეჰყოლოდნენ. არადა დაზიანებული უბნების ჩვენება მათ გარდა არავის შეეძლო. უცებ უკვე რომ გადადის იმაზე თემა რომ ეხა დაგიჭერთ თუ ესე უნდა გვეჯიკავოთ უეჭველი მოგვიწევს დაჭერა ერთ-ერთი ბავში გოგო 11 წლის ბავში ამოდის გზიდან მოდის და უყურებს რომ აქ ხდება ეს ამბავი რომ ჩვენ 6 ბიჭი ვართ ამდენი პოლიციის წინაშე მარტო და გვიწევს ჯიკაობა ეს ბავში უცებ შეიპარა სათავეზე ამ ბალდის კანიონზე გადახტა და უცებ რაღაცნაირად ქრება და ერთი დავინახეთ ის რომ გაცურა და თორმე ეს ბავშვი მოდის აქ აღარ ბავშვებს ეუბნება ზევით რაც ხდება და უცებ ბეჭდების მძანებელში არის ელფები რო შემოვლენ მოულოდნელ და ზუსტად ისე მოულოდნელ რამოდენიმე 10 ბავშვამდე გზიდან მორბის 10 ბავშვამდე ესე ხეობას ამოუყვა 1-20 ბავშვი იქიდან ხეებიდან ჩამოდის და უცებ იქნება ისა რომ ჩვენ აქ ავართ და ეს ბავშვები ყველა იწყებს ბანაობას დინარეში იქ აგრძნობიეს რომ ჩვენ ავართ აქ და ჩვენ თავისუფლება აქ არის პოლიციის უფროსის მოადგილე ტრიალდება და ამ ზედამხედველს ეუბნება რომ ეხლა ამაზე რა ვქნათ, ამათ ვერ გავყრით ვაქედან და ამათ ვერ გავყრით, ამათ როგორ დაუშალოთ ვაქ ჩამოსვლა და შესაბამისად მოუწიათ ამათ წასვლა, ჩვენ მოგვიწია შეყოლა გარემოზე, ადგილები ავღწერეთ, სადაც არ უნდათ მისვლა ამ გარემოს ზედამხედველებს და სხვა გზა აღარ დარჩა და ამ ბავშვებმა სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი იქნეს იქ, რომ რაღაც გზა გახსნეს. მალე ბუნების ძეგლზე, სადაც ადგილობრივებისთვის კენჭის გადაბრუნება და ეკალბარდის მოჭრაც აკრძალული იყო, ცემენტით დატვირთული სამშენებლო მანქანები პოლიციის ესკორტით მიაცილეს. უყურებთ აქედან რომ პოლიცია მოდის და უკან მოყვება ცემენტის მანქანა და ამ პოლიციას ავდექით და ჩვენც გამოვიძახით პოლიცია და რომ მოვიდა გვეუბნებით რომ იქ მშენებლობის უფლება არა აქვთ. ეს მიტრიალდება და მეუბნება რომ მაჩვენე საბუთი ეხლა ხოხედავ ყრიან, შენ თვალში ყრიან, რატო არ აკეთებ? რა, აქვს დოკუმენტები. ვის ეგეც არ გიკითხავს, აქვს თუ არა დოკუმენტი, ვის აქვს დოკუმენტი? აი, როგორ არ ყავს ადამიანი გადასული. ვინ არ ყევს? მოდი, შენ გააჩერე, გარკვევამდე, რატო არ აჩერებ? გარკვევამდე მაინც აკამ არა. და მე მარტივად შევეკითხეთ რა, ეხლა მე რო გამოგიძახოთ ხო და გითხრათ ხო რომ აქ 9 ადამიანი დაარბის მანქანით, რომელსაც მართვის მოწყობა არ აქვს, მართვის მოწყობას მე მომთხო, ვინც გამოგიძახეთ თუ იმასთან მიხვალთ ხო და ესე ძალიან ურცხვად დგება ეს ადამიანი და მეუბნება რომ რა თქმა უნდა შენ მოგთხოვო და მივხვდით რომ სხვა გზა არ გქონდა და ფიზიკურად უნდა დაგვეცვა. ამიტომ ერთი ჩვენი თანასოფლელი კაცი ჩახტა, მე ჩავხტი და მე ისე მოხდა რომ ვერ ჩაასხეს. მე მომიდა და შენ უნდა გააჩერე. ეს ტერიტორიაც მათი ჯარაში არ შედიოდა, მაგრამ თავისუფლება მიცეს, რომ მოეთალათ მთლიან სადღაც 7 მეტრი თუ 10 მეტრი არის მოთლილი, მოთალეს და კონსტრუქციის აშენება დაიწყეს, სადაც მთავარი გამშვები პუნქტი უნდა აეშენებიათ. ნუ საბოლოო ჯამში ისევ და ისევ დადასტურდა უკვე მერის აზომვითი სამუშაოების ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია მითვისებული ჰქონდათ. ეს არის როლერის ატრაქციის გამშვები პუნქტი. როლერის ატრაქცია მოიცავს ზიპლაინის მაგვარ ატრაქციას, რომელიც ბევრად უფრო აზიანებს ბუნების ძეგლს, იმიტომ რომ ზიპლაინისგან განსხვავებით ის მიუყვება რელიეფს, ესე ვთქვათ, და ამისათვის მათ სჭირდებათ, რომ ყოველ რამოდენიმე მეტრში რკინის ტროსებით მიამაგრონ ეს დიდი მილი. ამისთვის ახლა ეს გზა მთლიანად კანიონის მეორე ბოლომდე უნდა გაასუფთავონ, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოჭრან ხეები, სადაც ხელს შეუშლის, უნდა ჩამოთარონ კლდეები, სადაც ხელს შეუშლის, ეს ნიადაგი კლდეებზე რაც არის, უნდა ჩამორეცხონ მთლიანად, რომ უფრო მყარი ზედაპირი მიიღონ და პლუს ამას ზედმეტი ხეები, ბრჭყალებში მათთვის ზედმეტი ხეები რაც არის, ისინი ავტომატურად უკვე ჩამოცვიდეს. ზუსტად ეს იწვევს იერსახის შეცვლას. ეს არის ექსტრემალური ტურიზმი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომ ბუნების ძეგლზე გააკეთო ექსტრემალური რაღაცა ინფრასტრუქტურა და საბოლოო ჯამში ვიღებდით იმას, რომ ყველა ის ფასეულობები, რის გამოც ეს არის დაცული ტერიტორია და რის გამოც ეს არის ბუნების ძეგლი, უქრება ამ ადგილს. ბუნების ძეგლი კი არ უნდა მოერგოს ჩვენს პროექტს, პროექტი უნდა მოარგონ ბუნების ძეგლს.
სხვა გზა არ იყო. ბალდის მკვიდრებმა კანიონის ჩასასვლელთან კარავი გაშალეს. ეს არის 628 დღე. 2 წელია ბალდა თავის საკრალურ მდინარეს დღე და ღამე ზამთარ ზაფხულ დარაჯობს. ჩვენი ყოველდღიურობა არის ფიქრი მაგ უსამართლობაზე ზუსტად რასაც შენამობდა მაგ ხით ჩატეხილობაზე, იმიტომ რომ აქეთ ერთი მხარე არის, რომელიც თავის ცხოვრებას განზადებს და 2 წლის განმავლობაში იბრძვის იმისთვის, რაც უყვარს და მეორე მხარეს არის ხალხი, ვინც ფურცელზე ერთ ხელმოწერა გააკეთა და გააგრძელა ცხოვრება. და არც ერთი წამით არ გზნობენ პასუხისმგებლობას იმ ფაქტზე, რაც ამ სოფლის პროტესტს იწვევს, რაც თავიანთ კისერზე არის და არა მარტო იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება უსამართლო არის, მინიმუმ იმაზე მაინც უნდა იყვნენ შეწუხებული, რომ ხალხი, სოფელი არის ასეთ მდგომარეობაში. მიზეზი რის გამოც აქ ვართ გამოკეტილები არის კორუფცია, რომელიც დაცული ტერიტორიების ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან მოდის, ვალერიან ჭედლიძის კონკრეტულად, რომელმაც მიითვისა ის, რაც უნდა დაეცვა სინამდვილეში და შეენარჩუნებია ხალხისთვის. და არა მარტო ბალდის კანიონი გამოირკვა, რომ თურმე ძალიან ბევრი ბუნების ძეგლი აქვს მითვისებული და მონეტიზაცია აქვს ჩართული, რომ ხალხს ახდევინებს უბრალოდ იმაში ფულს, რაც ყველასია, ყველას ეკუთვნის და ამითი მდიდრდება თვითონ. ეს კორუფცია და ეს უსამართლობა არის მიზეზი, რის გამოც აქ ვართ გამოკეტილი და სამართლიანობა, სიყვარული, პრინციპები და ღირებულებები არის ის, რაც გვეხმარება, რომ გავჩერდეთ. და ვიდგეთ ბოლომდე. ბალდის კანიონს, ისევე როგორც აბაშის წყლის რამდენიმე მონაკვეთს, სტატუსით ბუნების ძეგლებს, გამოქვაბულებსა და ჩანჩქერებს ორთავიანი გველეშაპი დაეპატრონა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი. ერთი იმ უწყების ყოფილი ხელმძღვანელია, რომელსაც ბუნების ძეგლების დაცვა ევალებოდა და რომლის ხელში გადიოდა ყველა ცნობა მომავალში გასაიჯარებელი პროექტებისა და მათი ფინანსური პოტენციალის შესახებ. ვალერიან მჭედლიძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. დღეს კი ბუნების არაერთი ძეგლი მისი ბიზნესია. ბიზნესები, რომელსაც საკუთარი თუ დედისა და ცოლის სახელით ფლობს. Этот прецедент, когда გველეშაპის მეორე თავი რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩი მამუკა მერკვილაძეა. კაცი, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას ლობირებდა. რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელს ოკუპანტის სახელმწიფოს ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენა არ უჭირს. Ее главное оружие – это уникальный голос. კადრებში მამუკა მერკვილაძის ცოლი თამარ დუდუნია სიმღერის კონკურსის გამარჯვებულის პრიზს არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან იღებს. Для вручения почетных грамот разрешите пригласить на эту сцену министра обороны Российской Федерации, Героя России, генерала армии Сергея Кожегетовича Шойгу. სერგეი შოიგუს ხელდასხმული მომღერალი თავის შლაგერებს და გულისამაჩუყებელ პოსტებს არიშურებს რუსული არმიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზეც. პოლიტიკური შოუ-ბიზნესიდან ადგილობრივ კორუფციულ ბიზნესს რომ დავუბრუნდეთ, მჭედლიძე მერკვილაძე ბალდის კანიონს 40 წლით დაეპატრონენ და ამ 40 წელიწადში ბიუჯეტში რაც შეიძლება ნაკლები რომ გადაეხადათ, ბალდის მიწები რეალურ საბაზრო ფასზე გაცილებით ნაკლებად შეუფასეს. ჯერ ხო კაპიკებში შეაფასეს ბალდის კანიონის უნიკალური ძეგლი, ვიცით ჩვენ რომ 5 ლარად და 50 თეთრად აქვთ 1 კვადრატული მეტრი შეფასებული, მაგალითად დაშბაშის კანიონიც არის 4 ლარად და 20 თეთრად კვადრატული მეტრი. რატო? იმიტომ რომ მე იაფი გადაიხადონ ყოველწლიური გადასახადი თავად უკვე, როგორც როცა ინვესტორებად მოგვევლინებიან და 30 წლით, 35, 40 წლით ხელში იგდებენ ხოლმე ამ უნიკალურ ადგილებს. როგორ იგდებენ ხელში, ისე რომ არავინ ადგილობრივმა მოსახლეობამ ამის შესახებ არ იცის, ხო? დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დაქირავებულ აუდიტს ბალდის კანიონის შეფასებისას შესადარებლად მარტვილის იმ სოფლებში მდებარე მიწის ნაკვეთები აქვს გამოყენებული, რომლებიც ბალდიდან 10-20 კილომეტრით არის დაშორებული. არც მდინარესთან არის ახლოს.
არც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს და არც რაიმე მსგავსი ღირებულება. ბალდის მიწის არაადეკვატურად დაბალი ფასის დადგენამ ჭედლიძე მერკვილაძის კომპანიას გადასახადი გაუიაფა. 24,000 კვადრატული მეტრის იჯარაში 40 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მხოლოდ 554 ლარს, შემოსავლიდან კი მხოლოდ 6%-ს გადაიხდიან. თის ამბებმა 45 ასეთი ხელშეკრულება შეისწავლა. ჭედლიძესთან დაკავშირებული კომპანიების გადასახადი ყველგან 6-დან 9%-მდე მერყეობს. სხვა შემთხვევებში მოიჯარეებს 9-დან 30%-მდე ახდევინებენ. პირდაპირ მნიშვნელობით გული მეტკინას ოიძახს ადამიანი, პირდაპირ მნიშვნელობით ეგ ტკივილი ვიგრძენით, როცა ვიღაც ესე ჭალებში ტიპი მოდის, თან გვეუბნება რუსულად, რომ კერძო ტერიტორიაზე შევედით და შესაბამისად უნდა გამოუძახოს პოლიციას. ბალდის კანიონის მოიჯარეს შემსრულებლებადაც რუსულენოვანი კონტრაქტორები ყავს დაქირავებული. კანიონი 350-ის თანამშრომლები რუსულ-ქართულად ავლენენ აგრესიას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მთავარი მარგალიტი წაართვეს და ვისთანაც 40 წელი მოუწევთ ურთიერთობა. როდესაც შეიარაღებული კომპანიის თანამშრომლები თავს დაესხნენ კარავს, მაგ დროს მინდია ბჟალავა დააჭრეს ხანჯლით, 7 ჭრილობა მიაყენეს და სასწაულებრივად გადარჩა მინდია, ქალს იარაღი, სანადირო იარაღი დაადეს შუბლზე, მერე კარავში მოვიდნენ და აქაც კიდე ერთ-ერთი ადამიანი დაიჭრა შედარებით მსუბუქად ოღონის. ხალები კარავში იყო ჩვენი დედიკოები, ხახნიერი ადამიანები, ხალები კარავში რო იყო, ბოდიში და შვათითები იაჩვენეს, ხალებს რაღაც შეურაცხმეს. ნუ ეს ყველაფერი ძნელი მოსათმენი ხა ბალდას და ბალდელებს რო აგინებს კაცი, ვიღაცა შემოსული, გუშინდელი, გუში რო ფეხი შემოაბიძა შოფელში, ეგეთი რო ბალდას დედას აგინებს და ბალდელებს მოსახლეობას. ეს არის ძალიან ძნელი მოსათმენი და აქ ადამიანურ რაღაცას მე ვერ ხედავ რა. ყველანაირად ცდილობენ რომ დაგვამცირონ, შეურაცხყოფა მოგვაყენონ, სასამართლოს დარბაზსაც კი არ ერიდებიან, მანდატურების თვალწინ გვაგინებენ ხანდახან. ბალდის პრეზენტაციაა რაღაცა. თქვენთვის არ არის ინტერესი. ვისთვის არის? დახვეწილ მანერებს არა მხოლოდ რიგით თანამშრომლებს, კომპანიის ხელმძღვანელობასაც ვერ დააბრალებენ. აი, არში ხელი შენ არ შეეხო, ხელი შენ არ შეეხო. ადგილობრივებისა და მედიის მიმართ მერკვილაძეები, ძმები და ბიძაშვილები თანაბრად მტრულად არიან განწყობილები. ჭედლიძეს წილები რატომ აჩუქეთ? ჭედლიძეს წილები რატომ აჩუქეთ? ბალდის კანიონში და პრომეთეს ზღვიმეში. წინასწარ იყავით გარიგებულები? გამარჯობა. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, თავად ვალერიან ჭედლიძე და მამუკა მერკვილაძე ინტერვიუზე ვერ დავითარხმეთ. ვალერიან ჭედლიძეს ბალდის კანიონში და პრომეთეს ზღვიმეში. არ ვიცი და არც მაინტერესებს. პროცესი ხომ ხართ? ხარს უჭერთ. რა, ჩემს უჭერთ ხარ და იდე გითხრა მაინც და მაინც ხა. ხო, გეუნები პასუხს ხო. ვითქო გეუნები კიდევ. ჰა. რატომ აჩუქეთ? წილები რატომ აჩუქეთ? არ ვიცი და არც ვერევი, არც ვერევი. კორუფციაში ვინცაა მონაწილე ეგერ ეთქობა თქვენ პროკურორს. ასე ჩუქნიან წილებს აბა. პროკურორს მოკითხეთ. ვინც და ვისაც ფარაძე იცი. თქვენმა ძმამ რატომ აჩუქა ვალერიან ჭედლიძეს წილები ბალდის კანიონში და პრომეთეს გიდიათქო, არ ხცენ პასუხს და შენი მიკროფონი და უნდა გადაგიგდო მაინც და მაინც. არ ხცენ პასუხს, ხო? და გადი რა. ხო, გიხარია? მიპასუხეთ? წილები რატომ წესიერად ისაუბრეთ? წესიერად ილაპარაკეთ. უზდელოს. შესაბამისად, ვერაფრით აიხსნა ის ფაქტი, საიდან ჰქონდა ყოფილ საჯარო მოხელეს იმდენი თანხა, რამდენიც ზოგიერთ შემთხვევაში დასჭირდა წილების შესაძენად სხვადასხვა კომპანიაში, რომლებიც ბუნების ძეგლებზე ოპერირებენ. ასეთი თანხები ჭედლიძის ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული არ არის. ჭედლიძის და მერკვილაძეების ხელში როგორ მოხდა მთელი დაცული ტერიტორია? არ ვიცი. რანაირად არის იქ არ მუშაო? კი, მუშაობ, მაგრამ აუქციონით მოხდა და შესაბამის პროცედურების დაცვით. თუ რამე გაინტერესებს, მოგმართავს წერილობით. ბალდა სასამართლოს გზით ითხოვს იმ ხელშეკრულების გაუქმებას, რომელიც სახელმწიფომ კანიონი 350-ს გაუფორმა. კომპანია არც არსებობდა, როცა დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის ბუნების ძეგლზე აუქციონი გამოაცხადა. 3 დღეში შექმნილი შეპესე კი აუქციონის ერთადერთი მონაწილე და ცხადია, უკონკურენტო გამარჯვებული გახდა.
კონკრეტულად მორგებულად ამ კომპანიაზე იყო ეს პროექტი აუქციონი გაკეთებული, იმიტომ რომ ზიპლაინებს და ამ ასე ვთქვათ ატრაქციებს აკეთებს ეს კომპანია, ეს ნათქვამი აქვს მაგ საჯარო და ამიერკავკასიაში ჩვენ ვართ, ვინც ამას ვაკეთებთო. რატომ შეიტანეს ეს აუქციონში ეს პირობა, რომ ეს კანიონზე ეს ატრაქცია გაეკეთებინათ, იმიტომ რომ მხოლოდ ამ კომპანიას შეეძლო ამის გაკეთება, ხო? მოარგეს. რა თქმა უნდა, მოარგეს ეს პროექტი თავიდან ბოლომდე კანიონი 350-ს. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა, როგორ მორგებულიყო თავად კანიონი, ერთი მხრივ გადაწყვეტილების მიმღები მოხელისა და მეორე მხრივ რუსეთში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მადას. სადმე რამე კლდე ხომ არ იყო ზედმეტი? სადმე ზედმეტი ხე ხომ არ ხარობდა? ერთ-ერთ ჯერზე გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა დააფიქსირა 22 ძირი ხე მოჭრილი უშუალოდ კანიონის ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ არ დაგვიფიქსირებია რამდენი ხე იყო მოჭრილი ბეტონის, რაზეც დაასხეს იმ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე მოასწრეს ბეტონის დასხმა და ბილიკის დაწყება, ესე ვთქვათ. იმას ფიზიკურად ვეღარავინ ვეღარ დაითვლის იმ ზარალს, იმიტომ რომ ბეტონია ზემოდან დასხმული და არავინ არ იცის რა მოიჭრა და ასე შემდეგ. თვითონ კი არ უნდათ რომ მოერგონ ამ სოფლის ყოფას და ცხოვრებას, უნდათ რომ ეს ადგილობრივი ხეობა მოერგოს მათ ჯიბეს. დაცული ტერიტორიების სააგენტომ კანონის მოთხოვნის საპირისპიროდ აზრი არ ჰკითხა ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ დავინტერესდით, ჰკითხა თუ არა ექსპერტებს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოდან, რომელიც უწყებას სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად აქვს შექმნილი. მე ვერ ვიხსენებ ასეთ შემთხვევას. როდესაც თქვათ გაიჯარების საკითხი, თქვათ ინფრასტრუქტურის გაიჯარების საკითხი იყო განხილული. წლების განმავლობაში არ შეკრებილა. თუმცა დებულების მიხედვით თუ სწორად მახსოვს, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა იკრიბებოდეს და გარკვეული საკითხები გამოქონდეს, არ იკრებოდა და არასოდეს არ ყოფილა საბჭოზე განხილული ესეთი საკითხები, რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს. გარემოს დაცვითმა ორგანიზაცია საბუკომ დაცული ტერიტორიებისა და სამეურნეო ტყეების მმართველობის ხარისხი იკვლია და დაასკვნა. ყველაზე ცუდ შეფასებას საქართველოში დაცული ტერიტორიების გაიჯარების შედეგად მიღებული მმართველობის ფორმა იმსახურებს. დაცული ტერიტორიების ტურისტული, უბრალოდ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს შემდეგს. ბიომრავალფეროვნების და იმ ღირებულებების უკეთ შემეცნებას, რისთვისაც შეიქმნეს დაცული ტერიტორია. და არა იმას, რისი რეკლამირებაც მიდის ხოლმე რაღაც ადრენალინის გამოშვება, რაღაცა დასვენებისთვის კარგი გარემო. ამ შემთხვევაში დაისმება კითხვა, რომ თუ ეს დაცული ტერიტორიის თავარდანიშნულად განიხილავთ, რა ქვია, ტურისტების მიზიდვას და ადრენალინის გამოშვებას თუ ფულის გადახდას, დაცული ტერიტორია რაღაცა შევქვნათ. ისე გავაკეთოთ ეს ატრაქციონები. დაბეტონება ბილიკების არის ყოვლად შეუძლებელი ეროვნულ პარკში ან დაცულ ტერიტორიაში. ჩემი აზრით ეს არის აბსოლუტური ნონსენსი. იმიტომ რომ რისთვის არის ეკოსისტემა შექმნილი? ახლა ჩვენ ვიცავთ იქ მარტო ერთ სახეობას ხო არა, ჩვენ ვიცავთ ჩიტების გალობა უნდა გვესმოდეს, ჭიკჭიკი უნდა გვესმოდეს და ახლა ზიპლაინი რო გადაგიქროლებს თავზე რომელ ჭიკჭიკზეა ლაპარაკი, საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგონებ, იმიტომ რომ ზიპლაინია და ან აფეთქებებია, ან რაღაცა ფეირვერკებს აწყობენ ზოგჯერ ეროვნულ პარკებში, აი ეს ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, იმიტომ რომ ეს არ არის ეროვნული პარკი, ან ეს არ არის დაცული ტერიტორია. შესვლა ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე 12, უცხოელი 20, ნავით პლუს დამატებით 20 ლარი. ზიპლაინი თუ გნებავთ, შესვლა და ზიპლაინი ერთად 60 ლარი საქართველოს მოქალაქე, უცხოელი 70, ნავით პლუს 20 ლარი. ბალდის კანიონი ბუნების ერთადერთი ძეგლი არ არის, რომელიც ვალერიან მჭედლიძემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეობისას მოიზომა. მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს ოკაცეს კანიონი, ბუნების ძეგლის 42,000 კვადრატული მეტრი ტურისტული სერვისის გაწევის, იქ საფეხმავლო ბილიკების, 4 გადასახედის, 3 ფანჩატურის, პარკინგისა და ზიპლაინის მოწყობის პირობით შპს 220 35 წლით გადაეცა. 3 წელიწადში, როდესაც
მჭედლიძე უკვე აღარც დაცულ ტერიტორიებში მუშაობს და შემდეგი პოსტიც შიდა ქართლის გუბერნატორის სავარძელი დაკარგული აქვს ოკაცეს კანიონის მეწილეების სიაში მისი დედა ანი გიუნაშვილი ჩნდება. შემოსავალიც, საიდანაც სახელმწიფოს მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს მიღებული გადაწყვეტილებით მხოლოდ 9%-ს უხდის, მის ოჯახში რჩება. მისი პარტნიორი ოკაცეშიც მერკვილაძეა. ეს არის სუფთა ინტერესთა კონფლიქტი. ყურადღება იწება ექსკურსია, attention, excursion begins. ყურადღება იწება ექსკურსია, attention, excursion begins. კლასიკური ინტერესთა კონფლიქტია მარტვილის კანიონის შემთხვევაც. 2020 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტო ვალერიან მჭედლიძის ხელმძღვანელობით აცხადებს ტენდერს მარტვილში ზიპლაინის მოწყობაზე. 3 დღეში რეგისტრირდება კომპანია Extreme Line და იგებს აუქციონს. 3 წელიწადში კი, როცა მჭედლიძე საჯარო სამსახურიდან მიდის, Extreme Line მისი საკუთრება ხდება. მას მჭედლიძის კომპანია ვიზიტორი 1 ყიდულობს. ყველაფერში ფულის გადახდა არ უწევს. კიდევ ერთ შეპესეს, რომელსაც კინჩხას ჩანჩქერთან 800 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი რესტორნისთვის გადაეცა, ვალერიან მჭედლიძეს ჩუქნიან. ის დღეს ამ კომპანიის TND-ის 35%-იანი წილის მფლობელია. 360,000 ვიზიტორი ყავდა მარტვილს 10,500,000 ლარი იყო შემოსავალი და მარტვილის მუნიციპალიტეტში ლარიანი არ დარჩენია ძმაო. არ შემოხვედი გზა? რას გაქვს გზა? მარტვილის კანიონთან 50 კაციანი ავტობუსი მოვიდა ძმაო. ბავშვები, ქართველები, გამიგე? ხო და 3 დარჩა. შობლებთან ერთად ბავშვები და რატო დარჩა იცი? იმიტომ რომ პრომეთეში შევიდა გადაიხადა 20 ლარი, მარტვილში მოვიდა 32 ლარი. იმაში რა ქვია, ოკაცეში მოვიდა 20 ლარი და ფაქტიურად მინიმალური ხელფასი გაქვს 400 ლარი და იჩაგრებიან ძმაო. მაშინ მიზერული ტაღა დააწესეთ ლარი, ხო? მასო თუ არის საუბარი. ლარიანი დამიწესე რომ ხო, შესაბამისი. 3 შვილის პატრონი როცა ვარ, ხო, გამიგე? ერთ ადგილზე რომ შევდივარ ძმაო, 90 400 ლარი და მერე რა? თათუიც წალუყო ქუსლი? ადობა ისევე როგორც მარტვილის და ოკაცეს კანიონებში, ასევე კინჩხას ჩანჩქერზე, აქაც პრომეთეს მღვიმეში ბილეთებს გურუ ყიდის. შეპესე გურუ, მჭედლიძის და მერკვილაძის კომპანია. კიდევ ერთი გზა, რისი მეშვეობითაც მჭედლიძე დაცული ტერიტორიების გურუ გახდა, ბილეთების ელექტრონული გაყიდვების ექსკლუზიური უფლება იყო. სახელმწიფოს მიერ დადგენილ საფასურს 15%-ს ზემოდან ბილეთების გამყიდველი კომპანია თავისთვის ამატებს. მან ეს უფლება შეპესე გურუს 2019 წლის აპრილში, მისი თავმჯდომარეობის დროს 10 წლის ვადით მიანიჭა. დღეს კი მამუკა მერკვილაძესთან ერთად თავად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელიც მარტვილისა და ოკაცეს კანიონებში, კინჩხას ჩანჩქერზე, სათაფლიის ნაკრძალში, ნავენახევისა და პრომეთეს მღვიმეებში, ანუ საქართველოს ყველაზე მონახულებადი ბუნების ძეგლების ბილეთებს ყიდის და ახლა აღარც ევალება ბუნების დაცვასა და ტურიზმის განვითარებაში ზღვარი გაავლოს. აღარ ევალება ველურ ბუნებას ველური, უკონტროლო ტურიზმით არ გადაუაროს. ზოგადად არსებობს არაერთი მაგალითი იმისა, რომ ჭარბმა ტურისტმა გამოიწვია იმ ღირებულებების დეგრადაცია, რისთვისაც მიდიოდნენ ეს ტურისტები და შემდეგ დაცულ ტერიტორიის ღირებულებას დაეცა, ტურისტებიც აღარ მიდიოდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაცული ტერიტორია აფრიკაში, ტანზანიაში გორონგოროს ეროვნული პარკი არის, ეგეთი რომ ძვირი ღირს შესვლა $275 თუ სწორად მახსოვს ერთი კაცის, მაგრამ დღის 4 საათზე უნდა დატოვოს ის ტერიტორია ყველა. თუ შეიძლება რაღაც ან დაგიჭირონ, შეიძლება გესროლს კიდევაც რეინჯერმა. ჩვენთან კიდე რა მოხდა ხა? იმის გამო რომ ბევრი ასე ვთქვათ სურველი იყო, გადაწყვიტეს რომ ღამითაც შეეშვათ ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე მარტვილს და განათებები ჩართეს. რაც აბსოლუტურად მიუღებელია ღამის განათებას რა უნდა დაცულ ტერიტორიაზე, ხო? თავარი დანიშნულება რომ დაცული ტერიტორიების არის ლანდშაფტების და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ეს არის მთავარი. მერე მოდის ზედნაშენად ტურიზმი. პირიქით არის რა. და ჩვენ პირველ რიგში წავიღეთ ტურიზმი, თან ინტენსიური ტურიზმი, დაცებლური, რაც არ შეიძლება დაცულ ტერიტორიისთვის არ შეიძლება. მაგრამ და იმას ვამაყობთ, რომ არიქა მოგება ნახა სახელმწიფო ამდენი ტურისტი შევიდა.
უფრო მეტი ტურისტი ნახავს თუ შევინარჩუნებთ ლანდშაფტებს. უფრო მეტი ზიპლაინების გარეშე. აი რაც უნდა ამას ეხა რაც უნდა რომ ამის მაგივრად ფენსის კამი დადგას. ეს თვითონ გვითხრა ინვესტორმა რომ დამეთანხმებით ალბათ რომ ამ ქვაზე დაჯდომა და წამოწოლაო არ არისო ისეთიო და ამიტომ ფენსის კამები უნდა ჩავდგათო და ამ ფენსის კამებს გვეუბნება თან რომ უნდა გააქირაოს. და ბოდიში ყველასთან ვისაც არ შეუძლია ქვაზე ან დაჯდეს ან წამოწეს მაგრამ არ შეიძლება აქ ჩემი აზრით არც ბეტონი არ შეიძლება და არც ფენსის კამი რო იყოს ეგეც არ შეიძლება. შეუძლიათ რომ ქვები გაასწორონ და ჩვეულებრივად წამოწვენ, უფრო კარგიც იქნება. აი ეს შევა მინდა რომ ფენსის კამელებს მიცნო. დაცული ტერიტორიების არსი, ველური ბუნების, მისი მრავალფეროვნების დაცვა, ასევე შემეცნება. ადამიანებისთვის ველურ ბუნებასთან ურთიერთობა იმისთვის, რომ გარემოს დაცვამ მათი სახით მეტი გულშემატკივარი შეიძინოს. ამდენად, დაცულ ტერიტორიებზე დასაშვები და სასარგებლოა ეკოტურიზმის, მაგრამ არა მასობრივი ტურიზმის განვითარება და მით უმეტეს მათი ისეთი ატრაქციონებით განადგურება, რომლებიც სხვა სივრცეშიც თავისუფლად შეიძლება მოეწყოს. ადამიანი, რომელსაც აქვს შეხება ამ ბუნებასთან, გადაადგილდება ჩვეულებრივად, შეუძლია მდინარეში ჩახტეს, შეუძლია ეურთიერთოს მეორე ადამიანს, ეს უფრო შემეცნებითია თუ როლერ კოსტერით დაშვება 30 წამით და უცებ ძალიან ურცხვად თომა დეკანოიძე დგება ეხანდელი მოადგილე დაცულებისა, ეს ძალიან ისე მეუნება, რა თქმა უნდა, როლერი, იმიტომ რომ ზევიდან უყურებ ყველაფერს და უცებ ყველა შოკი ქონდა. ტურისტულადაც რო ვკითხეთ, დაგვეთანხმებით ალბათ რომ ეს ჩანთიანი ტურისტებიო ფულს არ ტოვებენო. და ძირითადად მაგიტო უნდა გადავიდეთ სხვებზეო და ამ სხვებში იძახის არაბებზეო, რუსებზეო და ეხა რო დააკვირდეთ რო ქონა აქ დააკვირდეთ რომ იქ ვიზიტორები რომ მოდიან, ძირითადად უკვე მოდიან არაბები და რუსები. მანამდე დადიოდნენ ძირითადად ევროპელები, რომლებიც ეს ჩანთიანი ხალხის ესენ ეძახიან. არ დატოვებდნენ ადგილს, რომელსაც არ ნახავდნენ და არ შეიმეცნებდნენ და ამათვის ყველაზე ძვირფასი იყო ადგილობრივთან კომუნიკაცია. ფულსაც ეგენი ყველაზე მეც ტოვებენ. რჩებიან, იქ ერთ ადამიანთან დარჩა, სახლში გადაუხადა ფული, მეორე ადამიანს გაიღო რომ სულ უგუნწყიდის, სულ უგუნი იყიდა, მესამე ადამიანთან მიდის რომ თაფლი იყიდოს, მეოთხესთან ღვინო და სინამდვილეში გამოდის რომ სახელმწიფო უფრო ვითარდება, იმიტომ რომ მოქალაქეები ვითარდებიან უშთა. ამაზე დიდი განვითარება სახელმწიფოს არ არსებობს, რომ შენ თვითონ მოსახლე ფეხზე დგას და რაღაცას აკეთებს. ეს არის სულგუნის ყველის მესაქონლეობის სოფელი და ამ გზაზე ხშირად ნახავთ შუა გზაზე მდგარ საქონელს. რაც გარდაუვალი პროცესი არის, როცა სოფლის ეკონომიკა და ყოფა დამოკიდებულია სრულად ამ საქმიანობაზე. ფიზიკურად ვერსად ვერ წაიყვან მათ და ეს ხშირი მოძრაობა სოფელში რაღაცნაირად ურბანიზება პატარა სოფლის, ველურ ბუნებაში მოქცეული სოფლის, რა თქმა უნდა მოიტანს ყველანაირად უარყოფით შედეგებს. პროექტსაც რო გადავხედეთ, ამ პროექტში ავტოსადგომიც კი არ იყო გათვალისწინებული. ანუ მე ამ პროექტს მაგალითად ისე მოაწერა ხელი, რომ არც დაინტერესებულა, რომ ინვესტორი როცა იძახის, რომ 60,000-დან 100,000-მდე ვიზიტორს მოვიყვან მე, სად მიყავს ეს ხალხი, სადაჩერებიებს მანქანას, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სივრცე ამ ტერიტორიაზე არის ახლა ეს ადგილი, სადაც კარავია გაშლილი, ეს არის კერძო საკუთრება და ფიზიკურად არანაირი სივრცე არ ქონდათ ავტოსადგომისთვის და ინვესტორმა გვითხრაო, როგორც მე ამბობს, რომ ვინმეს მიწას ვიყიდი და იქ გავაკეთებ. ანუ ესე უბრალოდ რა სიტყვაზე ვენდე და მოუწერე ხელი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი არაპროფესიონალიზმი. ადამიანებს, რომელთა ძირითადი მოწოდება და პროფილი ფულის კეთებაა, გარემოს დაცვაშიც შემთხვევით მოხვდნენ და ტურიზმის საზომით სულადობა ჰგონიათ, გვინდა საერთაშორისო და ეროვნული სტატისტიკა შევახსენოთ. ეგრეთ წოდებული ჩანთიანი ტურისტები, ვიზიტორები ევროპიდან და ამერიკიდან ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას სამჯერ მეტ ფულს ტოვებენ, ვიდრე რუსები და უფრო ქონგურებს, წნულებს, ნართებს, ქვაში ნაკვეთ საფეხურებსა თუ ხის ოდასახლებს ეძებენ, ვიდრე ფენსის კამებს, ზიპლაინებსა და როლერ კოსტერებს.
გვეუნებიან პირდაპირ რომ შენი ოდაბადედან შენ სადაც დაიბადე, შენ სადაც ადამიანად ჩამოყალიბდი, კაცად ჩამოყალიბდი, რაღაცა მდინარის პირას ერთმანეთი გაიცანი, იქ სტუმრები მოვიდა, იქ რაღაცა ყველა რო სიამოვნებას ღებულობდა, ყველა ქართველი თუ ტურისტი, ამით სიამოვნებას რო ღებულობდა, გვეუნებიან პირდაპირ რომ ეს არ არის უკვე შენი, ეს არის ჩემი ტერიტორია, შენ რო შემოხვიდე აქ, მე რაღაცა თანხა უნდა გადამიხადო და შემოგიშვებ მე რა. ჯერ ერთი რომ შეგიშვან თანხის სანაცვლოდაც იქ ისე დაგილაგებს ყველაფერს, რომ შენ საკუთარ თავს ვერ იპოვი რა, შენს დინარეზე, შენს კუთხეში, შენს ოდაბადეში, შენს საკუთარ თავს რო ვერ იპოვი, მეორე დღე არც მოგიწევს იქ ჩასვლა და სურვილიც არ გექნება რომ ჩახვიდე. სამშობლო, აი პირველ რიგში მდინარე. რაც საერთოა ჩემია და ჩვენია, ყველასია. ეს არის სამშობლო. ამის იქით 40 წელი იჯარა, ხო? 40 წელი ჩვენ არ ვიქნებით, ხო? ვერ გაძღნენ ესენი ფული და ფულის საჩვენებლად არიან მოსული და იმიტომ არ აკეთებენ, რომ თვითონ უნდა ჯერ ხელში ჩაიგდონ და მე გაგეთებენ თვითონ თავის საკუთრება იქნება მე და აი რა იყო და რა გავაკეთეთ მე ეს ეკალბარდებით იყო სამსა აი რა გავაკეთეთ ჩვენ მაგრები ვარ რა კარგები ვარ დავასაქმეთ ხალხს და მას გეტყვიან პირველი და უმთავრესი, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს უნდა გაეკეთებინა იქამდე, სანამ ბუნების ძეგლების გაიჯარების გადაწყვეტილებას მიიღებდა, მერე ინვესტორის შემოღობავდა და ხეების ჩეხას, კლდეების დაკერხერებას და რკინაბეტონით შენებას შეუდგებოდა, იყო მენეჯმენტის გეგმა. ეს არის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, შემუშავებული ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლითაც იმართება დაცული ტერიტორიები. მთის ამბების მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მარტვილისა და ოკაცეს კანიონებზე მენეჯმენტის გეგმა ახლა იწერება, როცა იქ მთელი ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია. ბალდის კანიონის მენეჯმენტის გეგმაზე მუშაობა კი ჯერაც არ დაწყებულა. მენეჯმენტის გეგმა არ აქვს ზოგიერთ დაცულ ტერიტორიას იმ საბაბით, რომ თანხა არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტში მენეჯმენტის გეგმის შემუშავების და თანხა შეიძლება იყოს არის დაახლოებით $50,000 საშუალოდ რო ვთქვა დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის შექმნის, რაც მოიცავს კვლევებს და ასე შემდეგ ყველაფერს. და ამ დროს 10 მილიონობით იხარჯება დაცულ ტერიტორიებზე და ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმვისთვის, ბილიკების მარკირებისთვის, ხო? ბევრ კითხვას ბადებს, კაცო. შენ ფული არ ქონდა რომ მენეჯმენტის გეგმა გაგეკეთებინა და უცებ ათეულობით მილიონი აღმოგაჩნდა რომ მარკირება გააკეთო ბილიკების, რომელზეც მენეჯმენტის გეგმა შეიძლება თქვას რომ აქ არ უნდა გაიყვანა ბილიკი, სხვაგან უნდა გაგეყვანა. საქართველოში ბევრი ლანდშაფტია, რომელიც არ არის დაცული ტერიტორია და შეიძლება იქ გაკეთდეს ესეთი ატრაქციები თუ ატრაქცია გვინდა, ხო? ზიპლაინები და ასე შემდეგ, მაგრამ არა დაცულ ტერიტორიებზე. დაცული ტერიტორიებისთვის სხვა კატეგორია ღირებულება დაცული ტერიტორიების არის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, ანუ შენახვა, ლანდშაფტების დაცვა. ეს არის ღირებულება. ზიპლაინი და როლერი ბალდელებს პირდაპირ ეზოებში უდგათ და ბუნების სანუკვარი საჩუქრის ფასს ზედმიწევნით აცნობიერებენ. ადგილობრივი თემები, როგორც გარემოს ტრადიციული მოსარგებლეები და გუშაგები, დაცული ტერიტორიების პოლიტიკაში მთავარი გმირები უნდა იყვნენ. ხელისუფლება კი მოქალაქეებს, ბუნებასა და ინვესტორებად ქცეულ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის ამ უკანასკნელებს ირჩევს. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე და რამდენი ხანიც არ უნდა დაჭირდეს, როგორი რთული და აუტანელიც არ უნდა იყოს, ამას გავაკეთებთ. მენა როგორც ძლიერი იარაღი ჩვენი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოზირი გამოდგა და რა თქმა უნდა ეს ძნელია, იმიტომ რომ მეორე მხარეს როცა ასეთი ძალა დგას, შენ რაღაცა საპირწონე იარაღი უნდა კონდეს და ზუსტად მაგ სიძნელეში არის ჩვენი გამარჯვება დღემდე და ხვალინდელი გამარჯვებაც, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით. წლები რო გავიდეს და კიდევ მოგვიწიოს კარავში ცხოვრება, მე პირადად და ყველა მთელი ბალდა გააგრძელებს კარავში ცხოვრებას და გავაპროტესტებთ ამას, სანამ ჩვენ შეგვიძლია რა. მივყვებით ბოლომდე ოდაბადეს დასაცავად და სოფლის დასაცავად. მეორე წელი იწურება სამეგრელოს პატარა სოფელი დღე და ღამე ზამთარ ზაფხულ დარაჯობს თავის ზურმუხტისფერ მდინარეს, რომელზეც როგორც სულიერზე ისე ლაპარაკობენ და არა ფულის წყაროდ, არამედ სიცოცხლის წყაროდ აღიარებენ. ხეობად, რომელმაც მათ დამოუკიდებლობა, მოთმენა, შიშის დაძლევა ასწავლა და ძალა აპოვნინა საკუთარ თავში.
სახელმწიფო ჩვენ ვართ ადამიანები და ეს ძალიან მინდა რომ ყველამ გავიაზროთ რომ სინამდვილეში ეს ქვეყანა არის უბრალო მაცხოვრებლის და ის თავრობა ეგრეთ წოდებული იმათ მართველები ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა მართოთ ისინი და არა იმათმა ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში და საუბრობთ დაცული ტერიტორიების პოლიტიკაზე. ჩემი სტუმრები არიან ბატონი ზაზა ციკლაური, ლევან კერვალიშვილი, სალომე სიმონია, ირაკლი მაჭარაშვილი, ცოტნე თვარაძე და რა თქმა უნდა ჩემთან ერთად გელა მთილიშვილი, ჟურნალისტი, მკვლევარი, რომელიც აი იმ თემებზე, რომელზეც დღეს ვილაპარაკებთ, ძალიან ბევრი საგამოძიებო ფილმის ავტორიც არის და ძალიან კარგად იცის ეს თემა. ცოტნე დავიწყოთ ბარემ ბალდის კანიონით, რადგან ეხლა მაყურებელმა ზუსტად რამდენიმე წუთის წინ ნახა ფილმი, 43 წუთიანი ფილმი იყო სპეციალურად გაკეთებული ბალდის კანიონის 7-20 დღიან ბრძოლაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას. ახლა 2 თვის წინ არის ეს ფილმი გადაღებული. რა მდგომარეობაა ახლა და რას ელოდებით? მოგესალმებით. დღეის მონაცემებით ველოდებით სასამართლოს, რადგან დასრულდა და 16-ში უკვე განაჩენი უნდა გამოიტანოს და ესე ვთქვათ, გავიგოთ პასუხი, რა სიტყვის სასამართლო შევახსენებ, ვინც არის ის მათ, რომ ეს სასამართლო იყო იჯარის კანონიერებაზე თუ უკანონობაზე, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ესე ვთქვათ, გაასაჩივრა და ერთი ეგ მოლოდინია და მეორე არის ველოდებით უკვე ამის შემდეგ ცოტა ნორმალურ შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, რადგან ცოტა წვალება მოგვიწია ახალ ხელმძღვანელობასთან შესახვედრად და მაინც არანაირი კომენტარი არ გააკეთეს და გვეუბნებიან, რომ სასამართლოს დასრულების შემდეგ ვისაუბროთ. ცოტნე დაცული ტერიტორიების სააგენტო ახსენეთ და აი მაინტერესებს აი ამ 2 წლიანი ბრძოლის პერიოდში და თქვათ აი თქვენი პროტესტის პერიოდში ერთხელ მაინც თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა, როცა თქვენ გიგრძნიათ, რომ ისინი თქვენი თანამოაზრეები არიან? არა, არც ერთხელ არ ყოფილა პირიქით, რასაც ვხედავდით, იყო რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებათაც ვერ აღგვიქვამენ თითქოს და არ ესმით ის, რომ შეიძლება ადამიანს ადგილობრივს რაღაცა კავშირი ქონდეს იმ ბუნებასთან, რომელიც მათი დასაცავი არის და რომელსაც ასე ვთქვათ, ვითომ იცავენ, ხო? არ აღიარებენ იმას, რომ ჩვენ ამ ბუნებასთან რაღაც კავშირი გვაქვს, არ აღიარებენ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია და არ აღიარებენ იმას, რომ ჩვენი ყოფაცხოვრების და ყოველდღიურობის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს და აი 7-20 დღე არის კარავში ვცხოვრობთ ხალხი და კიდევ ვერ ხვდებიან მაგას, რომ უბრალოდ რაღაცა მიწის ნაგლეჯის გულისთვის ადამიანი ამას არ გააკეთებს, ხო? და ყველანაირად ხალხმა თავი გაწირა თითქმის იმ ადამიანმა 7 ჯერ დაარტყეს ხანჯალი და მიუხედავად ამისა დღესაც იქ დგას და დღესაც ცდილობს დაიცვას ბალდის კანიონი და ამით თუ ვერ ხვდები ადამიანი იმას, რომ ეს უბრალო შემთხვევა არ არის, მაშინ არ ვიცი რა. სასამართლოშიც რაღაცა ეგეთი კომენტარები აქვს ხოლმე რა, რომ საქართველოს ტერიტორიების 13% თუ 15% ზუსტად აღარ მახსოვს დაცული ტერიტორია სად ვდიოთო ხალხსო მაგაზე და სად ვკითხოთ ყოველ ჯერზე ადამიანს რომ ამის გაკეთება თუ გვინდა ჯერ ერთი უნდა კითხო და მეორე არც ისე ბევრია ისეთი ბუნების ძეგლი რომელიც უშუალოდ სოფლის გულში მდებარეობს და რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კულტურული და სულიერი ღირებულების მატარებელი არის ხო და პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ ცხოვრებას და ჩვენს მომავალზე ახდენს ზეგავლენას რაღაცა სახის ეს ფილმში არაჩვეულებრივად ჩანს კი ხო და როცა 40 წლით იღებ გადაწყვეტილებას ხო და 40 წლით ესე ვთქვათ რაღაცა გეზი გამოცხ რაღაცა კვლევა უნდა გქონდეს ჩატარებული რაღაცა უნდა იცოდე ადგილობრივი მოსახლეობის აზრი უნდა იცოდე და ჩართული უნდა ყავდეს ხო და აქ ჩვენ ჩართული კი საერთოდ არაფერი არ ვიცოდით უბრალოდ მივედით დაგვხვდა შემოღობილი და გვითხრეს რომ არა თქვენს ახლა დღეის ამას იქით აწე ფული უნდა იხადოთ და თქვენს მიწაწყალზე ვეღარ შეხვალთ ვიღაცის ნებართვის გარეშე აუცილებლად მინდა კითხო ცოტნე მოსახლეობის ერთიანობაზე ამ ბრძოლაში ადგილობრივი კვიდრი მოსახლეობა მაქვს ხედულობაში. ეს როგორც კი გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი რომ გაიჯარებული არის 40 წლით და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გახდა ფასიანი და რაღაც ესეთი მახინჯი პროექტი უნდა გახორციელდეს. პირველი რაც გავაკეთეთ ეგ იყო რომ შევიკრიბეთ მთელი სოფელი კარდაკარ დავიარეთ და შევაგროვეთ ხელმოწერები 80%-ის ხელმოწერა გვაქვს რომელიც ამბობს რომ
არ იცოდა საერთოდ, არ ყოფილა ჩართული საერთოდ ამ პროექტის შემუშავებაში და წინააღმდეგი არის ამ ესე ვთქვათ კანიონის, რასაც ჩვენ სათავეს უძახით, ამის გაიჯარების. რა თქმა უნდა, ხო ვის გაუხარდება თავისი სახლის უკან ჩავიდეს და ფული იხადოს 20 და 30 ლარი, ხო არავის არ გაუხარდება ეგ და მით უმეტეს უყუროს როგორ ნადგურდება ის რაღაცა საოცარი სილამაზის მქონე ბუნება რაღაც რკინის ტროსებით და მილებით, ხო? ყველა წინააღმდეგი იყო ამის. შეიძლება მოკლე რეზიუმე რო კი ბატონო, რა თქმა უნდა. მოკლედ ან ბალდის კანიონი არ არის ეს ფილმშიც იყო ნათქვამი, მაგრამ არ არის გამონაკლისი. ბალდის კანიონი არის ბუნების იმ მრავალ ძეგლს შორის ერთ-ერთი, რომელიც ხელში ჩაიგდო ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების ჯგუფმა. რომ არა ბალდის კანიონთან დაკავშირებული ადგილობრივი მცხოვრებლების სამოქალაქო ჯგუფების პროტესტი, ბევრ რამეს ვერ გავიგებდით უბრალოდ, საერთოდ ვინ იყო ეს ჯგუფი და როგორ ჩაიგდეს ეს ყველაფერი ხელში, ან ბუნების უნიკალურ ძეგლებზეა საუბარი. ეხა დარწმუნებული ვარ, მაყურებელმა იცის მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია და ასე შემდეგ. ყველაზე შემოსავლიანი ბუნების ძეგლები რაც არის, ეს არის ერთი ჯგუფის ქვემდებარეობაში, ასე ვთქვათ. ეს ჯგუფი არის სულ ორი ადამიანი, ასე ვთქვათ. რა მთავარი ხალხი ვინცა ერთი არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ყოფილი ვალერიან ჭედლიძე და მეორე არის რუსეთში დღეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ფაქტობრივი ელჩი მამუკა მერკვილაძე. ანუ ჭედლიძემ ყველა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ პერიოდში, როცა თვითონ იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პასუხისმგებელი პირი. ანუ მთელი ეს ინფორმაცია შეაგროვა, სადრა ხეირი შეიძლება და ყოფილიყო, მიიღო ეს გადაწყვეტილებები, გასცა ეს ბუნების ძეგლები იჯარით და როცა თანამდებობიდან წავიდა ჯერ გუბერნატორად შიდაქარში და მერე როცა საჯარო სამსახურში აღარ იყო, ყველა იმ კომპანიაში სადაც ეს მრავალწლიანი იჯარები ჩამოარიგა, 25, 30 და 40 წელი თვითონ გახდა თანამ ესაკუთრემ საკმაოდ მსხვილი წილების და ასე ჩაიგდო ხელში და ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აქ არ არის საუბარი, აქ არის საუბარი მილიონობით შემოსავალზე. ანუ რას მოასხდნენ შეიძლება ითქვას ასე და ამას მოასხდნენ მილიონობით შემოსავალს თითქმის ნახევარი საუკუნით დაეპატრონენ ბუნების უნიკალურ ძეგლებს და ხშირად ჩვენ ვამბობთ მე ხშირად ვარ ხოლმე ბალდაში სხვადასხვა დროს პროფესიული საქმიანობის შესრულების მიზნით და როდესაც მათ შორის მათ მიერ გადაღებულ მასალებს ან ჩემი ყოფნის პერიოდში ვუყურებ როგორია მოპყრობა გადაწყვეტილების მიღების პირების ამ ადამიანების მიმართ რაღაცნაირად აი შეიძლება ცუდი შედარება მაგრამ პლასტმასის ჩინოვნიკები რო არიან, ისინი ვერ გრძნობენ საერთოდ რას განიცდიან ეს ადამიანები, რა ემოციური ბმა აქვთ. და როცა ვამბობთ ემოციურ ბმას, ეგ რაღაცაო ამბობენ. რომ მათ არასდროს განუცდიათ ეს. მათთვის ასეთი ძვირფასი შეიძლება არც არასდროს ყოფილა არაფერი ბავშვობიდან დღემდე, რაც სადამს მოვიდნენ, ხო? და ეს ბალდის კანიონი არის სოფლის შუაგულში ადამიანებისთვის არის საარსებო გარემო. ანუ სადღაც ტყეში ან მთაში კი არ არის, რომელიც ხელმიუწვდომელია ადამიანებისთვის. აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ, აქ ცურავდნენ, აქ დამეგობრდნენ, რა ვიცი, ბევრი რამე უკავშირდება და აიღო წაართო, არაფერში არ ჩართო და შენ ფული აკეთო, ეგრე არაა მე მგონი ეს. აი სალომეც ძალიან ხშირად ფაქტიურად ბალდაში რამდენჯერად ჩვენ მოგვიწია ჩასვლა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა გელას. სულ იქ ხარ და სულ ხარ ამ ადამიანებთან ერთად. აი რა მაგალითი გვაჩვენა ბალდის კანიონის მცველების აი ესეთმა ერთიანობამ სხვებისთვის, ადამიანებისთვის, თუნდაც აი ჩვენთვის, ვინც აქ ვართ. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მეტმა ჟურნალისტმა გააკეთოს ამაზე აქცენტი, სიუჟეტი, იმიტომ რომ იცით როგორ არის ჩვენ სინამდვილეში, რასაც ახლა ვუყურებთ და მე პატარა თქვენის ნებართვით და ქალბატონინო თუ შეიძლება რომ ძალიან მოკლე წინასიტყვაობას ვიტყვი, რომ უბრალოდ იმიტომ რომ პატივცემ მაყურებელს და იცოდეს ვინ ელაპარაკება ახლა ჩემი სახით მაყურებელს, ხო? ანუ მე ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არასდროს არ წარმოვადგენდი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არც ახლა წარმოვადგენ, არ ვარ არც ერთი ორგანიზაციის თანამშრომელი, ვარ ერთი რიგითი ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც უბრალოდ მინდა რომ ჩემი საარსებო გარემო და მე შეიძლება ახლა სენაკში დავიბადე გავიზარდე, მაგრამ ბალდაც ჩემი სამშობლოა, მარტვილიც, რა ვიცი მე, ხევიც, რაჭაც და ასე შემდეგ. ხო, ეს ძალიან ბუნებრივია, მგონი ყველა ნებისმიერ ქართველს ეს დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს.
ეს წინასიტყვება მინდა, იმიტომ რომ მე რამდენიმე სახალხო პროტესტში ვიყავი ჩართული და ასე თქვა, ეს ჩემს ყავზე მაქვს გამოვლილი. ეს თუნდაც ეს დამოკიდებულებაც, თუნდაც ის კორუფციული სქემები, რაც მრავალგან არის და ეს არ არის ერთეული შემთხვევა. აი რა გამოავლინა ბალდამ რომ ეკითხებით, ბალდამ გამოავლინა რომ არა მარტო ბალდაში არის, ასე ვთქვათ, ეს სამწუხარო, ეს არის აისბერგის წვერი, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე არის დაცულების ყოფილი თავმჯდომარის დედის სახელზე და შემდგომ უკვე რამდენიმე კომპანია აქვს იგივე აი დასავლეთ საქართველოში ხან მეუღლის სახელზე, მეგობრების სახელზე, უკვე თავადაც არის გამოჩენილი ამ მონაწერებში, ხო? ბალდამ აღმოაჩინა რომ მე სპეციალურად დავითვალე 87,000 კვადრატული მეტრი არის ჯამში ყველა იმ ბუნების ძეგლის რაც ამ ჯგუფს აქ ხელში ჩაგდებული აი ეს დაახლოებით ეს რაოდენობა არის ტერიტორიის ხო და აღმოაჩინა რომ ესე იგი ეს ყველგან უკლებლივ ყველგან არის აბსოლუტურად ხალხის ჩართულობის გარეშე გაკეთებული ანუ ადამიანებს არ ეკითხებიან რას აკეთებენ ანუ ჩვენ მივდივართ ისედაც ეს შეჭირვებული ადამიანები მივდივართ ხვდება შემოღობილი ჩვენივე ბუნება ეხა ხო დამეთახმებით იმაში რომ დაცული ტერიტორიების სააკეთოს და გარემოს დაცვის სამინისტროს არ მოუტანია დღევანდლამდე ეს ბუნება ახლა ჩვენმა ბებიებმა ბაბუებმა ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს რა თქმა უნდა ადამიანებმა რომლებიც ჰარმონიულად ანაცხოვრებდნენ მოიტანეს ეს და ეხლა როგორ გამოდის რომ ჩვენმა წინაპრებმა გადაარჩინეს ეს ბუნება ალბათ თუ კარგად ეხლა ეს რაღაც გარკვეული მცირე ჯგუფი ამ კორუფციული ჩახლართული სქემებით და ამ დანაშაულებრივი პირდაპირ ვიტყვი ხელშეკრულებებით მანკიერი ამ პრაქტიკებით და მართლაც სისტემური პრობლემით გვიკრძალავენ აი ამ ჩვენი ბუნებით ტკბობას ხო ანუ ყველგან სადაც კი მივდივართ არის ფული გადასახდელი და ახლა მეც კი რომელიც ახლა ძალიან შეჭირვებულად შეიძლება არ ვიფრები მაგრამ მეც კი მიჭირს რომ ახლა ჩემს შვილს და ჩემს ძმისშვილს ხელი მოვუკიდო და სამი ადამიანი ამბავშვებს ვანახო ეს ბუნება რა. იმიტომ რომ მართლა ძალიან ძვირი გამოდის ხარ რაღაცა ყოველ დღე თითო ადგილას რომ მიხვიდე ამ დასავლეთ საქართველოში მინიმუმ 100 ლარი გინდა. და ეხლა როგორ წარმოგით, ანუ რა გამოდის, რომ თან ამას გვიმტკიცებენ, რომ თქვენთვის ვაკეთებთ ამასო თქვენი განვითარებისთვისო და ეხლა რანაირად გამოდის ჩემთვის გაკეთებული, როცა მე ვერც კი შევდივარ ამ ვერც კი ვტკბები ამ ბუნებით. სალმა როგორ ხდება ეს განვითარებულ ქვეყანაში, ამაზე ბატონი ზაზაცი ლაპარაკებს ცოტა მოგვიანებით და მეც რაღაც გამოცდილება მაქვს და ნანახი მაქვს ჩემი თვალით, როგორ ხდება ეს ნორმალურ ქვეყნებში განვითარებულ და ადამიანზე ორიენტირებულ ქვეყნებში მსგავსი, თქვათ, ურთიერთობა ბიზნესის და ადგილობრივი მოსახლეობის. დაცული ტერიტორიების პოლიტიკას სხვადასხვა ხარვეზე აქვს, სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ახლა ხევის ამბავი რო გავიხსენოთ ბატონ ზაზა, მე არ მინდა რომ შემეშალოს რაიმე ციფრებში. მახსოვს რომ მაშინ თქვენ პეტიციითაც კი მიმართეთ და გააპროტესტეთ ყაზბეგში, როდესაც თითქმის 9-ჯერ გაიზარდა ხევის დაცული ტერიტორია, ხო? იყო 9000 ჰექტარი და შემდეგ გახდა 78204 ჰექტარი. მოხევები სვამდნენ კითხვას, რომ ვისგან იცავს და ესე იგი დაცული ტერიტორიების სააგენტო ვისგან იცავს ამ ტერიტორიებს თუ თავადვე არ აძლევს ნებას, რომ ბიზნესმენებმა დაიკავონ იქ კონკრეტული ტერიტორიები და აწარმოონ თავიანთი ბიზნესი. აი პირველ რიგში მაინტერესებს რა იყო მაშინდელი ვთქვათ პროტესტის მთავარი მიზანი და რას მიაღწია მოსახლეობა. და დღეს რა მდგომარეობაა ხევში? ყაზბეგში. საინტერესო ისტორია ამ ხევის ისტორია. დაახლოებით შევარდნაძის პერიოდში იწყება დაცული ტერიტორიების გაფართოების ტენდენცია. მაშინ შემოდის ეს ახალი პოლიტიკა დაცული ტერიტორიებისა და განსაკუთრებული ინტენსივობით და განსაკუთრებული აგრესიით მე ვიტყოდი ეს უკვე იწყება 2008-9-10 წელში. აგრესიულად. საინტერესო იყო თავად შემოსვლა. ახლა ბალდის შემთხვევაში თუ მოსახლეობამ მოგვიანებით გაიგო ის ჯერ ყველაფერი გააფორმდა, გადაფორმდა და მოგვიანებით გაიგო და ფაქტი წინაშე დადგა. ხევში პირიქით იყო მოსახლეობამ თავიდანვე შეიტყო რომ ეს ცვლილებები იწყებოდა დაცული ტერიტორიების უბრალოდ გარემოს დაცვითი პოლიტიკისა ეს ტენდენცია და თავიდანვე ჩაერთო ძალიან აქტიურად იყო ძალიან დიდი შეკრებები იყო მაგალითად
სულ ცოტა 100 კაცი ესწრებოდა ეს შეხვედრებს. იყო მცირე რიცხოვანი შეხვედრებიც, სადაც უფრო ნაკლები ემოციით და უფრო საქმიანი ურთიერთობა იყო. და თითქოს ფართოვდებოდა დაცული ტერიტორიები. აი ეს რატო იწვევდა პროტესტს აი? აი პროტესტს საქმე ისაა, რომ ჩვენ ვართ ის მოსახლეობა, იმ ხალხის შვილები ვართ და შვილიშვილები, ვინც როგორც სალომემ ბრძანა, დღემდე მოიტანა ეს ბუნება, ხო? და მოიტანა საკმაოდ კარგ მდგომარეობაში. ყოველ შემთხვევაში ხევში ვერავინ იტყვის, რომ რაიმე თიშელახული იყო ბუნება. და მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის არა მარტო აზრი არ იყო გათვალისწინებული, არამედ პირდაპირ ეწერა იმ დოკუმენტებში, ჩვენ თვითონ რაც წავიკითხეთ, პირდაპირ ეწერა, რომ აქ საქმე გვაქვს ველურ ხალხთანო, რომელთაც არა აქვთოს შესაბამისი აღქმის უნარიო, ვერ მოუვლიან ისინი ბუნებასო და ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოთო, ინსტრუქცია იყო ეს სამოქმედო იმათთვის, ვისაც ეს პოლიტიკა უნდა გაეტარებინა ხევში. აი ესეთი დოკუმენტია ვინ დაწერა? ეს დოკუმენტი არის 2009 წელში, აი პირველი სანამ ირაკლი თქვენ ჩამოხვედი მეორე ნაკადში უკვე პირველ ნაკადში იყო აი ეს დოკუმენტი. ოფიციალურად გამგეობაში იყო შესული ეს დოკუმენტი და ყველასთვის ცნობილი გახდა იმ პერიოდში. და რა იყო ესეთი საეჭვო გარემოებები, ამ თქვათ, გარიგებები, რომელზედაც მაშინ გარიგებები არა, მაშინ თვითონ დამოკიდებულება ჩანდა, ესე იგი, ჯერ ერთი აგრესიული დამოკიდებულება ჩანდა მოსახლეობის მიმართ. იგნორირება ხდებოდა მოსახლეობის აზრის. მეორეც საერთოდ საკითხი როცა ვკითხულობდით, რომ რისგან უნდა დავიცვათ ეს გარემო, რა საშიშროებები, მაშინ არ იყო ჯერ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დაწყებული, არ იყო არან 2011-ში აშენდა და რეალურად. კი ბატონო, აი მე გეუბნებით 1-2 წლით ადრე. ხო. და რისგან უნდა დავიცვათ ეს ბუნება? ანუ დღეს რა მდგომარეობაცა იმასთან შედარებით რა უნდა რა საშიშროებები გველის? არა, თქვენ არიცით, თქვენ ამას ვერ გაიგებთ, დასაცველია და მორჩა ეს მოკლე განმარტებები იყო. ეხლა შორს აგვიყვანს ეს საუბარი, მაგრამ საინტერესო რა არის ამ ისტორიაში. ჩვენ ესე იგი დღეს მდგომარეობით ხევის კვადრატული მეტრობით საუბარს ისე ვერ შეგვიქმნის წარმოდგენას. ხევის ტერიტორიის 80-87% დღეს არის გამოცხადებული დაცულ ტერიტორიად. ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, თუ კი ტერიტორია 100% იყოს დაცული იმის შესაბამისად რა სტატუსსაც ის მოითხოვს, ხო და როგორც, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის საარსებო სივრცის, ტრადიციული გამოყენების სივრცის არა და ხევი ისეთი ადგილია, სადაც ზედმეტი მიწა არა, მწირი მიწა და შესაბამისად იქ მეცხვარეობა, მესაქონლეობა, რაღაც აი ამ ყველაფერს სჭირდება დიდი სივრცეები. ასე ცოტა ხალხი ცხოვრობს და დიდი ფართობები სჭირდება იმათ გამოსაკვებად და საარსებად. აი ეს ტრადიციული ყოფიდან ამოღებული არის 80%. დატოვებულია თერგის ზოლი და რიყე. დანარჩენი სულ დაცული ტერიტორიების, სადაც ხალხს ფაქტიურად უფლება აქვს წართმეული, რეალურად ესე არის. საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლეთ, ქონდა კონსულტაციები ირაკლისთანაც, სხვა გარემოსდამცველებთან, სპეციალისტებთან და საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით ესე, რომ მივხვდით, რომ ეს აგრესიული და არასწორი პოლიტიკა დაცული ტერიტორიების რისი აი ძალიან კაფეო მაგალითად ახლა ბალდაში იქ არაფერი ახალი არ ხდება, ეს ყველაფერი უკვე ხევში მოხდა და ხდებოდა წლების მანძილზე და სამწუხაროდ ჩვენ დამარცხების გამოცდილება უფრო გვაქვს. იქ ჯერ ბრძოლა მიდის, ჩვენ დამარცხების გამოცდილება უფრო გვაქვს. თუმცა ჩვენც არ გვითქვია უარი ბრძოლაზე და ვაგრძელებთ. და მივედით იმ დასკვნამდე, რომ გარდა კანონის ცუდი შემსრულებლებისა, ანუ კონკრეტულ ჩინოვნიკებს სანამ რამეს დავაბრალებთ, მთავარი მიზეზი რაც არის ამისი და რაც იმათ ქმედებებს კანონიერ საფუძველს აძლევს, ეს არის დაცული ტერიტორიების კანონის არასრულყოფილება, სერიოზული ხარვეზები.
რომელიც თვითონ კანონში დევს ის, რაც დღეს ბალდაში ფუჭდება, რაც დღეს ხევში ფუჭდება, რაჭაში თუ სხვაგან, ამის უფლებას იძლევა კანონი დაცული ტერიტორიების შესახებ. და აი სპეციალისტებთან ურთიერთობის მერე ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ესეთი 4 პრინციპი კანონმდებლობაში ცვლილების 4 შესატანად 4 პრინციპი. ერთი ეს არის ის რაზეც აქ უკვე იყო საუბარი, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. თუ კი რაიმე სახით არის ეს კანონში, არის მხოლოდ ფორმალურად და რეალურ ცხოვრებაშიც ეს მხოლოდ ფორმალურად და რეალურად მოსახლეობა ეს კანონი არ აძლევს საშუალებას, რომ იყოს ჩართული ბოლომდე პროცესებში და გადაწყვეტილებების მიღებაში. არა სპეციალისტების დონეზე, არამედ ამ ტერიტორიების მფლობელების დონეზე. იმიტომ რომ ფლობა სულ ერთი ეს სახელმწიფო საკუთრებაში იქნება იურიდიულად თუ კერძო საკუთრებაში რეალურად მფლობელი ქართველი ხალხი არის საქართველოსი და მოხევე ხალხი არის იმ ხეების და რაჭველი ხალხი, რაჭველები არიან იმ რაჭის მფლობელები. ანუ როცა ვლაპარაკობთ იდენტობაზე, საიდან მოდის ჩვენი ეს განწყობა, ხასიათი, თვისებები და რაღაც რაც გვეამაყება თითოეულ ქართველს, თითოეული კუთხის შვილს, ეს მოდის მათ შორის იმ ლანდშაფტიდან, იმ გარემოდან, იმ კლდეღრედან, იმ მდინარეებიდან და ასე შემდეგ, ხო? მეთანხმებით. ამიტომ ჩვენ ვართ ფლობელები და ფლობელების მონაწილეობა აქ უკვე ამ კანონით გამორიცხულია. მეორე პრინციპი რაცაა შესაძლებელი, ესევე, ეს არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქვს ფაქტიურად კომერციული უფლება. არადა ეს ორგანო მოწოდებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ხო არ შეიძლება მაგალითად პოლიცია, რომელიც მოვალეობა არის კანონის დაცვა, იყოს კომერციული ორგანიზაცია. ფაქტიურად დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფუნქცია უნდა იყოს კონტროლი. არ შეიძლება კომერციული უფლებები ჰქონდეს, კომერციის განხორციელების უფლება ჰქონდეს დაცულ ტერიტორიებს. არადა ეს აქვს და ეს არის აი ამ კორუფციის და ამ მახინჯი პოლიტიკის ერთ-ერთი განმაპირობებელი. მესამე ეს არის საკუთრების უფლება. საკუთრება ეხლა დაცული ტერიტორიების 6 ტიპიდან 4-ზე მხოლოდ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიძლება იყოს დაცული, შეიძლება ვცელდებოდეს ის რეჟიმი დაცვისა. მხოლოდ 2-ზეა დაშვებული კერძო საკუთრებაზეც, ესე იგი მე ჩემს საკუთარ ეზოში რომ რაღაცა ბუნების ძეგლი იყოს, რეალური ბუნების ძეგლი, იმის იურიდიული სტატუსის მიცემის უფლებაც არ აქვს. ეს ერთ მხრივ და მეორე მხრივ ის რომ მხოლოდ სახელმწიფოში შეიძლება იყოს დაცული ტერიტორია, აი ეს 4 კატეგორია. ეს უკვე გამორიცხავს იმას, რომ ხალხი ფლობდეს იმას და ხალხი განკარგავდეს. მე იმის თქმა მინდა, რომ განკარგვის უფლება უნდა ჰქონდეს იმ ტერიტორიების მეპატრონეებს და კონტროლისა უნდა ჰქონდეს კონტროლის რომ განკარგვის თუ მართვის ბატონზაზა. მართვა განკარგვა სულ ერთია. მე-4-ეს ვიტყვი კიდევ, მე-4 პრინციპი ეს არის ის, რომ ტურიზმი არის ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობა, რომელიც ისევე როგორც სხვა ადამიანის სამეურნეო საქმიანობა გარემოზე გარკვეულწილად მოქმედებს და მე ვიტყოდი ტურიზმი არის ერთ-ერთი დიდი ზემოქმედების მქონე გარემოზე. არადა ტურიზმი თუ თქვენ გადახედავთ ამ კანონმდებლობას, ფაქტიურად გარემოს დაცვა კი არაა მთავარი ამოცანა ამ კანონის. ტურიზმის აყვავება მთავარი ამოცანა არადა ტურიზმის ასაყვავებლად სახელმწიფოს სხვა უწყებები უნდა ყავდეს ტურიზმის სააგენტო ცალკეა და ამ შემდეგ და აი ეს ყველაფერი აი ეს 4 სიმახინჯი ამ კანონისა იწევს იმას რასაც ირაკლის კომენტარი მაინტერესებს ახლა აი ამ 4 მოთხოვნაზე რომელიც კონკრეტულად ზაზამ დააყენა. დიდი მადლობა. დავიწყოთ იმითი რომ დაცული ტერიტორიები თავისთავად არის კარგი. და დაცულ ტერიტორიების იდეასთან ბრძოლა როგორც წესი წყალსასხავს იმათ წისქვილზე, ვისაც უნდა რაღაცა ცუდის გაკეთება, ან წიაღის მომპოვებლების ინტერესზე, ან ჰესების და ასე შემდეგ. როგორც წესი ესე არის ხოლმე რა. ყაზბეგში ბევრჯერ მქონია ცუდი რაც არის ხოლმე არის ის რომ ბალდაში იქნება, რაჭაში და სხვაგან
არასწორ კომუნიკაცია თიწყებენ ხოლმე სახელმწიფო ადგილობრივ მოსახლეობასთან. დაცული ტერიტორიებზე ზოგადად ბუნების დაცვის ამოსავალი წერტილი არის შემდეგი, ეგრეთ წოდებული, ბოდიში სხვა დროსაც მithქვამს ეს და უნდა გავიმეორო, იმიტომ რომ ეს არ არსებობს და ხელოვნურად არ არის ბიომრავალფეროვნების კონვენციაში წერია. ეკოსისტემური მიდგომა, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანი თავისი კულტურული მრავალფეროვნებით არის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი. ეს რას ნიშნავს, რომ ეს სამი ტრიუმვირატიდან ერთი რო ამოვარდეს, ესე იგი ან ბუნებას არ იცავ, არც ადამიანს იცავს და არც მის კულტურულ მრავალფეროვნებას. ეს სამი უნდა იყოს. ეხლა რა ცოტნე ბრძანა რომ ესე გვეუბნევიანო რომ როგორ იყო რომ ეხლა 13% გვეკუთვნის საქართველოს ტერიტორიის და საცალკე სად ვიკითხოთ ეს ასეთი ადამიანები თუ არსებობენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში სწორედ სისტემის და დაცული ტერიტორიის იდეის გადარჩენისთვის ეგენი უნდა გაუშვათ იქიდან რა ვისაც მიმართა იმიტომ რომ ეგ დაახლოებით როგორი რაღაცა იცი რომ ექიმმა რო თქვას რომ საავადმყოფოში ეხლა დღეში 200 პაციენტი ყავს და ყველა სხვა ვკითხო როგორ ახარ ხო მე ვიცი როგორ უნდა მოვარჩინო ის იმას რაზე ვკითხო როგორ უნდა მოვარჩინო აი ეგეთი რაღაცა არის მაგისი თქმა რა ხო და რაც შეეხება ეხა ის რომ დაცული ტერიტორიის იდეა რა არის და საქართველოში რა უნდა იყოს ეს რომ დაცული ტერიტორია გვახს არის თანამედროვე სამართლებრივი ინსტრუმენტი იმისა რომ გავიხსენოთ კარგად დავიწყებული ძველი აი ისტორიულად საქართველოში განსაკუთრებით თაში იყო ეწოდებული ხატის ტყეები ხო ასე შემდეგ ანუ კულტურაში გვაქვს ეს რომ რაღაც ადგილები დაუცეთ რა იყო ეს ხატის ტყეები იყო ძირითადად ესეთი ადგილები ცოტა ეკოლოგის და ასეთი კუთხით რო შეხედო რომლებიც საფრთხეს უქმნიდა თქვათ იქ ხეტყის მოპოვება რაღაცა სამეურნეო საქმიანობა დასახლებებს და ამიტომ იგზალებოდა მაგალითად ხევსურეთში არასოდეს არ მოჭრიდნენ ხეს აი არხოტში მაგალითად იყო ერთადერთი შემთხვევა შეიძლება ხის მოჭრა დიდი ხის მოჭრა ხატის ტყეში თუ ხიდის გაკეთება უნდათ და რა ეს იყო დაცვითი ტყეები ასე ვთქვათ რა და დაცული ტერიტორია ისე უნდა დაარსო რომ სწორედ ის რაც ბუნებით არის მიღებული და იმას მოარგო დაცული ტერიტორიის 6 კატეგორია რო არის დაწყებული ყველაზე მკაცრი სახელმწიფო ნაკრძალიდან და დასრულებული ნაკლებად მკაცრი რეჟიმით ეგრეთ წოდებული მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია ეგ არ ნიშნავს რომ რომელიმე დაცული ტერიტორია ერთი კატეგორია მეორეს ჯობია. არა. თუ ზუსტად არ აქვს წარმოდგენილი რომელ ბუნებრივ პირობებს და რომელ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს რომელიც შეესაბამება, უფრო მკაცრმა შეიძლება უფრო გააფუჭოს ბუნება და პირიქით რა. ის რომ დაცული ტერიტორიის დიდი ფართობზე არის ხევში, დაცული ტერიტორიები ეს სრულებით არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანებს გამოსტაცე შენ საარსებო გარემო. არა, პირიქით. ისეთი კატეგორიის დაცული ტერიტორია უნდა არსებობდეს, ისეთი ზონირება, რომ პირიქით მისი საარსებო გარემო უფრო კარგად იგზნონ თავი. რა ერთ მაგალითს გეტყვით თუ ბოდიში არ გამიგრძელდა. იყო ასეთი ამბავი ალგეთის ეროვნულ პარკში ეს მაგალითი ხშირად მომაქვს ხოლმე რომ მოქალაქეები იქაური საზოგადოება საძოვრებად იყენებდა ტრადიციულად რომ არავის არ ეკუთვნოდა ეგონათ რომ არავის არ ეკუთვნოდა მაგრამ მე არ ვიცი ეკონომიკის სამინისტრომ არ ვიცი ვიღაცამ გაიტანა აუქციონზე საძოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიჯარდა და მაგათ აღარ ქონდათ რა უფლება იმისი რა ქვია მეცსარგებლობის მაგრამ მაშინდელი დირექტორი ბევრს ესაუბრებოდა დაცული ტერიტორიები რა არის და ადამიანები თვითონ მიხვდნენ რომ თუ დარჩენილი საძოვრები შევიდოდა დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში და შესაძლებელი იყო შესულიყო ეგრეთ წოდებული ტრადიციული გამოყენების ზონის სახით მათ შეეძლებოდათ ტრადიციული მამაპაპური მიწათ სარგებლობის გაგრძელება ეს რას ნიშნავს როდესაც დაცულ ტერიტორიაში შედის თქვა იგივე ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში არის იმ ადგილის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ ტრადიციული სახით. იქ ვეღარ მოვა და აუქციონზე ვერ გაიტანს, რა ქვია, კორპუსს ვერ ჩადგავს, ქიმიურ ქარხანას ვერ ჩადგავს. ანუ ადამიანმა რომ თავისი თვითყოფადობა შეინარჩუნოს სწორად დაგეგმილი, სწორი უნდა მოარგოს, რა ქვია, დაცული ტერიტორიის კატეგორია. ეხლა სხვა რამეზე წავიდეთ. ვიცით რომ არსებობს კატეგორიების სხვადასხვა სახის დაწყებული ესა ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. და არსებობს მმართველობის სხვადასხვა ფორმები, ხო? დაწყებული, ცენტრალიზებული და სამწუხაროდ ჩვენთან არის
იქნეს უფრო მეტად ცენტრალიზებული, როდესაც გადაწყვეტილების მიღება არის ან დაცული ტერიტორიების სააგენტო, ან ადგილობრივი თვითმმართველობა. ორივე ითვლება მთავრობის მიერ მართულად, არის თანამმართველობა, არის კერძო მმართველობა და არის მმართველობა ადგილობრივების მიერ. ეს მოდულში ხალხი არსად მართავს. ხო, არა, ვიტყვი რასაც აი ბალტაში ხო დავასრულებ თუ შეიძლება დავასრულებ თუ შეიძლება რა. რა თქმა უნდა. ხო და ის რომ ვთქვათ ეროვნული პარკი არსებობს სადღაც და ეროვნული პარკი სინამდვილეში არის შედის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობის ფორმაში, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ პარკში არ უნდა კონდეს თანამმართველობის უფლება ადგილობრივ მოსახლეობას. შეიძლება თითოეული დაცული ტერიტორია იქნება თავისი კერძო ესეთ კანონით, რომ დაცული ტერიტორიის სისტემის კანონში რა წერია, ეგ ერთია, მაგრამ თქვათ, ეხა შეიქმნა სადღაც, თქვათ, ბალდასთან დაკავშირებით. ხო, კანონში შევიდეს შეიძლება ცვლილება ბალდის კანონში და ეწეროს, რომ ბალდას მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაფუძნებული საბჭოსთან ერთად. ეს იქნება თანამმართველობა. საერთოდ არ გჭირდება შენის დაცული ტერიტორიების სისტემის კანონის შეცვლა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იურიდიულად შემდეგ მიღებულ კანონს აქვს უფრო მეტი ძალა, ხო? ანუ აი ამ 4 კანონის ფორმიდან შეიძლება შეუსაბამო, რა ქვია, პოლიტიკური ნების საკითხი და განათლების საკითხი, გარემოსდაცვითი განათლების საკითხი. როდესაც გარემოსდამცველი ზის თანამდებობაზე და მას შინაარსობრივად უნდა რომ ეს გააკეთოს რა, ქადაორი ხელით იჭმებაო, მაგაზია საუბარი რა. ანუ დაცული ტერიტორიების პრობლემა კი არა, რომ ესე არ კეთდება, ცუდი გამოგონება, პირიქით, ყველაზე კარგი გამოგონება მსოფლიოში. ამერიკელები ეძახიან ამერიკის საუკეთესო იდეა. აი ესეთი ამერიკას best idea რა არის, რომ დაგუგლო, არის დაცული ეროვნული პარკების სისტემა შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ამბობენ რომ დიდი დეპრესიიდან სწორედ ამან გამოიყვანა. ნუ მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი როლი ამერიკელი ერის ამ რეპრესიიდან გამოყვანაში დაცული ტერიტორიების სისტემის შექმნამ იმას აქნა რა. იმიტომ რომ იქ მოხდა არა მხოლოდ თქვათ ბუნების დაცვა, არამედ ეკონომიკაც თანამონაწილეობა ადამიანების იყო ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობის გადარჩენის ის იყო, რა ქვია. ჩვენთან ფაქტობრივად არსად არ არის გათვალისწინებული. მსგავს პრეცედენტს მე ვერ ვიცი. აქ ვინმე იმას კი არ აკეთებს, რომ დაცული ტერიტორიების იდეის ან კონცეფციის წინააღმდეგობრივად პირიქით ძალიანაც უჭერთ მხარს, პირდაპირ შეგვიძლია ეს ვთქვათ, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროცესიდან არის სრულიად გარიყული და საბოლოოდ შედეგი რაც დგება არის ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ის რომ ბალდის კანიონის ძეგლზე უშენებ ატრაქციებს ჯერ ერთი რომ იმ ხელუხლებელ ბუნებას ამახინჯებდა სრულიად უცვლი და უკარგავს სახეს და მეორე რომ მასიქ შესასვლელად სადაც გაიზარდა და დაიბადა რომელიც მის ეზოს ზედეკრის 30 ლარი უნდა გადაახდევინო მინიმუმ ეგ რა თქმა უნდა არასწორია და თან არაფერს გარეშეა მაგრამ სხვა რამეს ვიძახ მაგრამ ხშირად არის ხოლმე რომ რაღაცა სხვადასხვა რაღაცა დაცულ თვითმოყვარეობას გვართებდა რაღაცა ხშირად არის ხოლმე ვიღაცების ინტერესები რაღაც ზოგი ბრაკონიერის ინტერესია ზოგი ტყისჭრელი ზოგი მეც აი მაგალითად ყაზბეგში იყო ესე წინააღმდეგობას ვინც იყო მაგალითად ერთი რა ქვია ჯგუფი რომელიც იყო დელიკას ძღოლები და რომელმეც მიაჩნდათ რომ შემოსავალს დაკარგავდნენ თუ დაცულ ტერიტორიაში შეიქმნებოდა და ფულს ვეღარ თხოვდნენ ხალხს რა ქვია იმ გერგეტის სამებაზე აი კი ამის შემდეგ 2011 წელს მაშინ მუშაობდი რეკში და დახმარებისავით რა რომ ესეთი სასწავლო ტური მოუწყვეთ აი მოწინააღმდეგეები წავიყვანეთ თუშეთში და თავის თვალით ნახეს და ეს მძღოლები, მოხევა მძღოლები დაელაპარაკეს თუშეთს და რას ამბობთო, გაგვიათმაგდაო შემოსავალი რაც ეს ეროვნული პარკი შეიქმნა. თუშეთი რა იყო სანამ ეროვნული პარკი შეიქმნა? ვის ახსოვდა? და ბევრი წლის განმავლობაში სახელმწიფო რო არის ის თუშეთი, სახელმწიფო არც ერთი ორგანო არ მუშაობდა გარდა დაცული ტერიტორიის. ბატონო ზაზა, თქვენ პასუხი დიდად მოკლედ ძალიან თქოთ რომ რაჭაზეც უნდა გადავიდეთ. სახელმწიფოს არსებობის ერთადერთი გამოხატულება იყო დაცული ტერიტორია თუშეთში. ხო, მაგრამ მათ შორის დაცული ტერიტორია მდინარეებს ხო უნდა იცავდეს და ყველგან მათ შორის ხევშიც, რაჭაშიც, როცა რაჭაში გადახვალთ, ყველგან სადაც დაცული ტერიტორიები კეთდება ან გაკეთდა, მე მახსოვს ყაზბეგში საერთოდაც დაცული ტერიტორიას ჩამოაჭრეს, ანუ სტატუსი შეუცვალეს, მერე ვითომ დააკომპენსირეს, მაგრამ თერგი თრუსოს ხეობას თუ არ ჩავთვლით, ფაქტობრივად მთლიანად ამოჭრილია ხევის დაცული ტერიტორიებიდან ისე ასევე რიონი
რაჭაში მთავარი მდინარე რიონი ამოღებულია მთლიანად რაჭის დაცული ტერიტორიებიდან და არა მხოლოდ რიონი, არამედ რიონის ყველა შენაკადი. და რატომ არის ამოღებული? იმიტომ რომ ამ მდინარეებზე, როგორც რიონზე, ასევე მის შენაკადებზე მასობრივად არის დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ამ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის უკან დგანან მე ვნახე აქ მოსვლამდე გოჩა ენუქიძე, რომელიც 17 წელია პარლამენტის წევრია, ალექსანდრე ჭიკაიძე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თავისი რუსეთის კრასნოდარის ოლქის ცირკის დირექტორთან ერთად, კახა საბანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ოჯახი, სულხან პაპაშვილი, ივანიშვილის გარემოცვის წევრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანუ სულ მაღალი თანამდებობის ყოფილიან მოქმედ чиновникები. მათი ინტერესია დაცული ტერიტორიები პირველ რიგში ხომ დაიცავდეს მდინარეს და მდინარის ჭალებს. და ამ დროს ყველგან ამჭრილეს სვანეთში რატომ არ ფუძუნდება ამდენი ხნის განმავლობაში? აი ზუსტად სვანეთი. დაცული ტერიტორია. აი ხა გვინდა ფუძუნდება რომ ნაკადული არ დარჩა ნინო. ზემო სვანეთში მდინარე კი არა, პატარა ნაკადული არ დარჩა, სადაც ჰესი არ აქვს ჩადგმული და თვითოული მიკრო აი ესე პატარა ჰესებს რომ ეძახიან, მცირე ჰესის რომ შეხედოთ აშენებული მცირე ჰეს. რამდენიმე კილომეტრზე მინიმუმ სულ მცირე დინარი არის შიგნით შეგდებული რამდენიმე კილომეტრიან მილებში და წყალი აღარ არის მთელ ხეობაში ზაფხულში და რა ვიცი გვიან შემოდგომამდე და რაც დასაცავია მართლა ხომ უნდა იყოს და ეგეც არის ბატონ ზაზა შეგიძლიათ ახლა პატარა ხო კომენტარი რომ გადავიდე ყველაფერში გეთანხმები და შერაში არ დამეთანხმე ვერ მივხვდი იმიტომ რომ ყველაფერში გეთანხმები გარდა ერთი შენიშნოს გავაკეთებ დელიკის ბრძოლები ვერ იქნებოდნენ წინააღმდეგი იმიტომ რომ არც ერთ მონაკვეთზე არ დადიან სადაც რაც დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული ყველგან არა დაცულ ტერიტორიაზე უწევთ სიარული არა იყო ეგეთი ამბავი შეიძლება ახლა ვიღაცის პირადი აზრიო თუმცა თავისთავად ის ახლა რაც შეეხება ფაქტია სახეზეა რომ დაცულმა ტერიტორიებმა ვერ დაიცვა ხევში გარემო ვერც ერთი მავნე პროექტისგან ეს იყო ჰიდროელექტროსადგურები რომლებიც ნუ მე ვთვლი რომ გაუმართლებელი იყო მაგრამ საკამათო იყოს მაგრამ დაცულ ტერიტორიებზე ძალიან დიდი კამათი იწყება ამ თემაზე ელექტროგადამცემი ხაზები რომელსაც ჰიდროელექტროსადგურზე უფრო დიდი ტერიტორიები უკავია და ბევრ შემთხვევაში უფრო დიდ ზემოქმედებას ახდენს ვერ დაგვიცა ვერც ტურიზმული ნაკადებისგან დაიცვა ის დასაცავი ტერიტორიები ანუ ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას იტანს ესა თუ ის დაცული ტერიტორია გარკვეულ სამეურნეო სამუშაოებს იტანს მაგრამ უსაზღვრო ნაკადებისგან ვერ იცავს ვერ დაიცვა ვერც ისეთი სასტუმროების აშენებისგან დაცულ ტერიტორიებზე ვერ დაიცვა ვერც გასხვისებისგან ხალხის ზურგს უკან გამოიტანეს ტერიტორია იცი კარგად შემოირაკლი ელიეს ასტყერო გამოიტანეს და ამ შემდეგ ყველა ინციდენტი რაც კი იყო გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ყველა ინციდენტში ხალხი იბრძოდა და დაცული ტერიტორიების სააგენტო არამც თუ ზურგს უმაგრებდა ხალხს არამედ ზურგს უმაგრებდა იმ პროექტებს ეს არის საწყალი ისტორია რომლის მოწმენით მეც ვარ და შენცი რა ხო ეგ ცუდი ამბავია რა რაც შეეხება კარგი ესე იგი ჩინოვნიკის ნებას კარგი მოხელის ნებას რომ უფლებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას რომ ჩაერთონ და გადაწყვეტილებები მიეღონ ეს დამოკიდებულება არასწორი მიმაჩნია იმიტომ რომ თავად უფლება უნდა მქონდეს მე კანონით განსაზღვრული მე ჩვენ იმიტომ მივედით მაგ დასკვნამდე რომ კანონი უნდა იყოს სწორი და რა თქმა უნდა აღსრულებაც სწორი უნდა იყოს მაგრამ თუ კანონი არ იქნა სწორი ესე იგი კანონის დარღვევით რა თუ დაგვეხმარება კარგი მეცეგავთ კარგი მართლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული თანამდებობაზე კაი ტიპის თუ ცუდი ტიპის ხო უნდა იყოს ესეთი კანონმდებლობა რომ ცუდი საქმე ვერ გააკეთოს კი მაგრამ მე სხვა რაღაცა ვთქვი რომ კეთილი ნების შემთხვევაში იმ კანონსაც თავი დაანებდა იგივე ყველა კონკრეტული ანუ იურიდიულ ტექნიკაზე მქონდა მარტო ლაპარაკი რა კეთილი ნების იგივე ხა იჯარებთან დაკავშირებით ეს კანონმდებლობა საკმაოდ კარგად შევისწავლე ბოლო პერიოდში რა და ხელშეკრულებები აი ხელშეკრულებების დადების პრაქტიკა რაც აქ დათული წერტებს აგენტოს ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან მარტივად შეიძლება კანონის ერთი ჩანაწერით რომ არა მარტივი ადმინისტრაციული წესით კეთდებოდეს ხელშეკრულება იჯარის არამედ საჯარო ადმინისტრაციული წესით რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართვას კიდევ ერთი პრობლემა რაც აქვს წარმოგიდგენთ შევადარეთ ხელშეკრულებები რომელიც არის დადებული დაცულ ტერიტორიების სააგენტოსა და ვიღაცებთან იჯარებზე და თქვა სიტყვაზე ლიცენზი სამონადიროს ლიცენზიებიც კი ისე იჯარებში ერთ სიტყვას ვერ ნახავ რომ
იჯარის მოიჯარე რო დაცქვია თუნდაც არის ვინც იღებს იმას რაიმე სოციალური ან გარემოსაცვითი ვალდებულება ქონდეს რაც არასოდეს ლიცენზიის პრობლემა სამონადირო ხიდაშელსაც მეტი ის ქონდა რა ქვია ვალდებულება გარემოსდაცვითი და სოციალური კუთხით ვიდრე ბალდის მაგალითად იმას ხელშეკრულების პრობლემა მოდით ახლა სანამ რაჭაზე გადავალთ და დაცულ ტერიტორიაზე სამონადირო სწორედ იმ მეურნეობაზე რომელიც გელასგან გაიგო საზოგადოებამ ასევე ჟურნალისტებმაც და წავედით მაშინ ერთად გადავიღეთ და შევხვდით თითქმის მთელი რაჭის მოსახლეობას სანამ გადავალთ ამ თემაზე უბრალოდ ერთი კიდევ ძალიან საოცარი რამ რაც აღმოვაჩინეთ სვანეთში საერთოდ არ არის დაცული ტერიტორია ახლა გვინდა მოусმინოთ შალვა გულედანს სვანეთიდან და ნახოთ რა მდგომარეობაა სვანეთში სვანეთში მილიონობით კუბომეტრო ხეთკე იჭრება და გადის აი ახლა დღესდღეობით აი ახლა ზამთრის პერიოდში არა მაგრამ რა ვარს გამოზაფხულდება და სითბოდადგება ვაგონი ვაგონს მისდევს ნუ სად არის ამდენი ხეთყე ვერ ხვდები რა თუ საგანგაშო ზარები არ შემოირტყა ცოტა 10 წელიწადში სვანეთში ხეთყი არ იქნება დაახლოებით 10-15 წელიწადში ხო და მე თანაც რა იჭრება ახალი ხეთყე სანიტარული ჭრებით და იმიტომ რომ მე ვიყავი უბნებში შესული და იქ რო ნახავ საცოდავობას ესე იგი როგორ არის დაჭეყილი მიჭრილი ყველაფერი რო ასეყრია უცხოეთში კაცო რომ მოჭრიან ხო იმას გაიტანენ გაასუფთავებენ ახალ ჩარგამენ აქ არა ნაკრძალა თუ არ გამოცხადა სვანეთის ტერიტორია მე უგულისხმობს ხეთყეს თუ არ გამოცხადდა 14 წელიწადში სვანეთში იქნება რასა საშინელება სტიქიები და უბედურებები და რა ვიცი სწორედ რაჭა ვახსენეთ ლევან და აუცილებლად უნდა ვთქვათ ის პრობლემები რაც რაჭაში დადგა სწორედ აი სამონადირეო მეურნეობის პროექტის გამო და აი ხაზგასმით რომ აღნიშნოთ რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს რაჭაში დაცული ტერიტორიების კუთხით ну სანამ რაჭაზე დავიწყებდეთ საუბარს და ზოგადად იმ პროექტებზე რომელიც რაჭაში უნდა განხორციელებულიყო თუ განხორციელდა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის რომ ხშირად მიფიქრია ამ თემაზე და უნდა არსებობდეს რაღაცა ერთგვარი განვითარების სტრატეგია, ხო? გეგმა რეგიონის. შეიძლება თეორიულად სადღაც არსებობს, მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად ანუ მოსახლეობის ჩართულობით შექმნილი, სადაც მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს რაშიც, ხო? ანუ ესეთი კონცეფცია არ არსებობს. და შედეგად ვიღებთ ხოლმე იმას, რომ ერთ დღეს აღმოჩნდებით ისეთი ფაქტების წინაშე, რომ აი ვიღაც ერთ ადამიანს გადასცეს, თქვათ, რაჭის ტყეების მესამედი და უნდა გააკეთოს სამონადირო მეურნეობა 40 წლიანი ლიცენზით, გაურკვეველი უფლებებით და ასე შემდეგ. სხვა არის კიდე დაცული ტერიტორიების ნაწილი, ხო, ანუ ზემო რაჭაში, რომელიც უნდა განხორციელდეს და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, როცა ვსაუბრობთ რაჭაში, აუცილებლად გასათვალისწინებელია როგორი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა რაჭაში. ხო, რაჭა არის მოსახლეობისგან დაცლილი რეგიონი, სადაც უმრავლესობა ზემო რაჭაში განსაკუთრებით არის პენსიონერი, ხანდაზმული, სოციალურად დაუცველი და ასე შემდეგ. ჩვენ ხედავთ ისეთ სურათს, რომ ამის პარალელურად, როცა რაღაც მასშტაბურ პროექტებზე არის საუბარი, ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება ბუნებრივ რესურსებზე. ხო, აქ ბევრი საუბრეს იმაზე, თუ როგორ ჰარმონიულად თანაცხოვრობდა ჩვენი წინაპარი ბუნებასთან, ხო? მე მახსოვს ერთხელ ვკითხულობდი ერთ-ერთი უცხოელი მოგზაურის ჩანაწერს და ესეთ რაღაცას ყვება რაჭაში მოგზაურობს და მე გაუცებული დავრჩიო ერთი შემთხვევითო. ჩვენ ევროპელებსო საუკუნეები დაგვჭირდა რომ სადაზღვეო სისტემა მოგვეგონებინა შეგვექმნაო და აქ ერთ-ერთ ოჯახსო სახლი დაეწვაო, მეორე დღეს თელმა სოფელმა დაანება თავის რაღაც ყოფით საქმიანობას თავი წავიდნენ და რამდენიმე დღეში ახალი სახლი აუშენესო. მართლა აი რო შეხედოთ ხო როგორ არის არქიტექტურა ეს იყო სახლები იყო თუ სამეურნეო ნაგებობები თუ ასე შემდეგ ყველაფერი ხისგან კეთდებოდა და მაინც ტყე იყო ხო და ძალიან ცოცხალი იყო ხო ეკოსისტემა ხო და ანუ ეს არის ჰარმონიული თანაცხოვრების იდეალური ადამიანი არის გათიშული გარემოსგან, ბუნებისგან. მე რაჭაში იმიტომ ცხოვრობ და იმიტომ მიყვარს რაჭა რომ რაღაც სახლის განცდა მაქვს რა, აი ურბანული გარემოსგან განსხვავებით, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მიმყვება ეს სახლის განცდა რა და თუ ადამიანი აი ამ კონცეფციისგან გამოთიშეს ხო და რაღაცა ესეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით რომელიც არ არის ადამიანისკენ მიმართული ხო რეალურად, იმიტომ რომ შეიძლება დაიწყო რაღაცა მცირე პრობლემით ხო. შენ თუ მე მიზღუდა
მივდივარ იმის უფლებას, რომ ის ხე, რომელიც მე ოფიციალურად მეკუთვნის, თქვა, პირობითად 5 კუბომეტრი იქნება თუ 7 კუბომეტრი, რომ შეშად გამოვიყენო, გამოვიტანო და ჩემი სოფლის ირგვლივ მუხის ტყეები არის, აი არ ნახული და მართლა გული მткиვა ხოლმე, რომ იმას ვწვაო რა. ჩემი პირადი სარგებლობისთვის რომ რაღაც თქვა საწოლი გავაკეთო, მაგიდა გავაკეთო, შემიქმნა იმის პირობები რომ იყოს რაღაც გადამამუშავებელი თქვა სახერხები, სადაც შემიძლია რაღაც გარკვეული რაოდენობის ეს რაღაც ზეხმელი ხეები, რომელიც მაინც დასაწვავად არის ხო, განკუთვნილი ხო, გამოვიყენო ხო. ამის უფლებას მიგზალავ, ქვაღორღის სარგებლობის უფლებას მიგზალავ, ხო, აი რამდენიმე სახეობის კირქვა არის, რომელთაც აი რაღაც შემოქმედებით ადამიანმა ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა, მაგრამ მე მარანი მაქვს და აი ძალიან ბევრი რაღაც გაკეთება შემიძლია იმ რესურსებით, რაც ბუნებას აქვს და შეზღუდული ვარ ამ თვალსაზრისით, ხო? ანუ ურთიერთსარგებლობაზე აი ეს მომენტი არ არსებობს, ხო და ადამიანი გათიშული ყავთ, ხო? მთლიანად, ხო, ამ გარემოსგან და ცდილობენ რომ აი მათზე იყოს დამოკიდებული, ხო, რაღაცა. აი ყოფილა შემთხვევა რომ შენ გიგზნია პირადად შენ, რომ აი დაცული ტერიტორიების სააგენტო რაღაცა შემთხვევების გამო, მეტყვი რაჭასთან ხშირად არის ხოლმე, ვთქვათ, ამ ტიპის ურთიერთობა მათი მხრიდან, თუ ყოფილა, ვთქვათ, შენ თანამოაზრე რაღაც საქმეებში, აი თუ შემოუთავაზებიათ რამე, თუ დაინტერესებულან ზოგადად თქვენი საჭიროებებით. კონკრეტულად ეხლა მე სადაც ვცხოვრობ, ხო, ანუ იმ არეალს არ ითვალისწინებს და არ გულისხმობს ეს დაცული ტერიტორიები, მაგრამ ის ადამიანები, ანუ ვისაც კონკრეტულად ეხება, ძალიან უკმაყოფილოები არიან აი მაგ ნაწილში ზუსტად, რომ აი მათი ინტერესები არ არის გათვალისწინებული რა და აი რაზეც ვსაუბრობდი, ხო, ის უნდა იყოს თანმიმდევრული რა. როცა რეგიონში ესეთი პრობლემებია, რომ იცლება რეგიონი, ხო, და მართლა არ ვიცი, ძალიან გულსატკენია, 20 წლის მერე რა იქნება, რო ვფიქრობ, ანუ ძალიან საგანგაშოა მართლა მდგომარეობა, იმიტომ ეს ხანდაზმული ადამიანი დიდხანს ვერ აცოცხლოს, დიდხანსაც ცდილობს ღმერთო, მაგრამ აი იმის მერე 20 წლის მერე აი რა იქნება რეგიონში, ხო, აი ეგ საშიშროები რო დგას, ხო, აი ეს უნდა მოხდეს თანმიმდევრულად. თუ რაღაცა დოვლათი შეიქმნება რეგიონში, თქვათ ადამიანები, რა ვიცი, ანუ ადამიანების ჩართულობა, თქვათ, მაგას ვამბობ, ხო, ადამიანების ჩართულობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები იქნებიან, ხო, და როცა შენ აი ადამიანებისგან დაცდილ კუთხეში ქმნი ისეთ პროექტებს, რომელიც საკმაოდ მაღალ ბიუჯეტურია, ხო? ჩვენ აი რა ვიცით რა არის პრიორიტეტული საერთოდ, ხო? ანუ აი ამ ნაწილში. მე ვიცი რომ მართლა ერთ ბილიკების გაკეთებაში ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაში 45 მილიონი დაიხარჯა, ხო? და ეს 45 მილიონი კონკრეტული რეგიონის განვითარებისთვის რამხელა რესურსი არის, ხო? მაგაზე არავინ არ ვიჭირავს საერთოდ რა. რამდენი რაღაც შეიძლება შეიქმნას, რამდენი ახალგაზრდა შეიძლება წაახალისონ, თქვათ, ხო? რამდენმა, რა ვიცი, შემოქმედებითად განვითარებულ ადამიანმა შექმნას თავის რაღაცა სივრცე, სადაც იცხოვრებს, დოვლად შექმნის და ასე შემდეგ. იდეა დაცული ტერიტორიის იდეაც ეგ არის, მაგას უნდა ემსახურებოდეს ზუსტად. ხო და მაგას ვამბობ, ანუ როცა ეს აი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, ხო, ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური. ანუ თვითონ იდეა ძალიან კარგი რაღაცა არის, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ რაც ნახეთ, თუნდაც ბალდის მაგალითი არის ის, რომ ეს არის შირმა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის და სინამდვილეში კულისებს მიღმა უბრალოდ ტერიტორიების მითვისებით არიან დაკავებული და სინამდვილეში ამ ჩვენი პერსპექტივების წართმევით არიან დაკავებულები რა, რომ ძალიან მარტივად შეიძლება რომ ხალხი სოფლიდან კი არ წავიდეს, პირიქით დაბრუნდეს რა. აი ბალდაში მაგალითად არის მაგის პერსპექტივა, რომ პირიქით თუ ვინმე წასული ისიც მობრუნდეს, მაგრამ ეხლა რასაც აკეთებენ, მაგით უფრო მეც გააქცევენ, იმიტომ რომ ის ერთი მდინარე რაც ჰქონდა, იმასაც გვართმევენ. და გვეუბნებიან რომ ფული უნდა გადაიხადო. თან ისეთ პროექტს აკეთებენ რომ უფასოდ რომც ჩაგიშვას აღარ გიღირს იქ ჩასვლა, იმიტომ რომ სრული სიმახინჯე არის რა და არის პრობლემა ეგ არის რომ არ ემსახურება არც ბუნების კეთილდღეობას, არც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, თორე დაცული ტერიტორიები ითვალისწინებს ჰაბიტატს და ადგილობრივი მოსახლეობაც ჰაბიტატი არის და ადგილობრივმა მოსახლეობამ პირიქით ბედნიერი უნდა იყოს იმით რომ დაცული ტერიტორია დაარსდა ყველასთვის კარგია. ეს არ არსებობს სინამდვილეში პირიქით ჩვენ ვიცავთ და გვეჭხუბებიან აქეთ და დესტრუქციულებს გვიძახიან რაღაცა გვჩეხავენ, გვტანჯავენ, გვაწვალებენ და მიუხედავად ამ ყველაფრისა იძახიან რომ თითქოს სწორ საქმეს აკეთებენ და სწორ არა სასამართლოზეც ახლა ისეთი არგუმენტები მოყავთ სასამართლოზე ვერანაირი არგუმენტი რო ვერ გვითხრეს ბოლოს მოსამართლეს ეუბნებოდნენ რომ სარჩელიო ერთი თვის ვადაში არ ქონდა წარმოდგენილი და საერთოდ შევწყვიტოთ სასამართლო განხილვა ხო აბსურდი არის ეს რაღაც და ჩვენ საბოლოოდ იმას ვიტყვით რომ არც განვითარების წინააღმდეგები არა ვართ პირიქით გვინდა ძალიან და ადგილობრივ მოსახლეობაზე მეტად ვის უნდა უნდოდეს ხო განვითარება მაგრამ გვესმის რა არის განვითარება და გვესმის რა არის გაყიდვა როცა 40 წლით იღებ რაღაცა გადაწყვეტილებას ისე რომ არავის არაფერს არ ეკითხები ისე რომ ხალხს არ ჩართავ ამაში მინიმუმ 2-3 წლის სამომავლო გეგმა ხო უნდა გქონდეს ხო უნდა გაიხედო წინ სად მიდიხარ ისკენ მიდიხარ და რატომ მიდიხარ ხო
არა, იმიტომ არ ხდება ეს ყველაფერი, რომ სინამდვილეში არის კორუფცია, რომელსაც სათავეში უდგას დაცული ტერიტორიების ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და აკეთებს მხოლოდ ისეთ პროექტს, რომელიც არის მხოლოდ მისთვის მომგებიანი და ჩვენ ადგილობრივებმაც თუნდაც სხვა ქართველებმაც ფული უნდა ვიხადოთ აქ შესასვლელად, იმიტომ რომ ის ადამიანი გამდიდრდეს, არა იმიტომ რომ ბუნებას ჭირდება იქ მოვლაპატრონობისთვის რაღაცა. არა, უბრალოდ ვიღაც ერთი კონკრეტული ადამიანი რო გამდიდრდეს ამისთვის. თორე არის ადგილები, სადაც მართლა ინვესტიციის ჩადება საჭირო, არის ადგილები, სადაც ვიღაც გამოცდილი ხალხი არის მისაყვანი, მაგრამ არის ადგილები, რომელსაც არ ჭირდება გაყიდვა საერთოდ. ეხლა ბალდის კანიონზე სულ დადიოდა ხალხი, როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები, საკმაოდ ბევრი და არასდროს არ ყოფილა დანაგვიანებული, არასდროს არ ყოფილა რაღაცა დანგრეული, მიუხედავად იმისა, რომ დასული ტერიტორიები არასდროს არ დადიოდა მის საპატრონოდ. რეინჯერებიც კი არ ჩადიოდნენ 2013 წელს მიენიჭა თუ არ ვცდები სტატუსი. არასდროს არ მიდიოდნენ, მაგრამ იყო სუფთად იყო მოვლილი, ხო? და მაშინ საიდან მოიტანეს ამ პროექტის საჭიროება, რატო თვლიან რომ საუკეთესო პროექტი მოიტანეს. არ გაუკეთებიათ ალტერნატიული პროექტების კვლევა. ხო, უნდა შეადარო რომ რომელი პროექტის გაკეთება ჯობია. ხო, ან იქნებ უკეთეს რაღაცა 40 წლით რო ვიღებ მე ამ გადაწყვეტილებას, ხო უნდა ვიცოდე, ხო უნდა დავწონო რაღაცეები, ხო უნდა ჩავატარო კვლევები და ისიც კი არიციან დაცული ტერიტორია რატო არის საბოლოოდ. და დაგეგმო შენი ცხოვრება. რა ცხოვრობს იქ, ვინ იყენებს, რომელი არსება იყენებს, არაფერი არიციან საერთოდ. უბრალოდ იციან ერთი რამ, რომ ხალხს მოსწონს ეს ადგილი, ხალხი დადის აქ. შესაბამისად ჩვენ თუ გავყვიდით ბილეთს, ვიშოვით ფულს. ეს არის მათი პოლიტიკა დღეს. სალანი ახლა ახირებული ხალხი ხო არა ვართ, ანუ ხევი, რაჭა, სამეგრელო და კიდე უამრავი იმერეთი ახლა საირმეში თუნდაც რაც ხდება, ხო ჩვენ ახლა სინამდვილეში ყველა ფერს რასაც ვუყურებთ და ფაქტობრივად რეგიონი არ არის დარჩენილი, სადაც რაღაც სახის მსგავსი მცირე პროტესტი მაინც ხო? ახლა გასაგებია ბალდაშვილი და სიდღე ამ ტანჯვაწამებაში არის, მაგრამ ასევე ჩვენ ვიცით, სადღაც ხალხი თვეების მანძილზე იდგა ღიაცის, აი რაჭის ტყეებთან დაკავშირებით, რაც გელამ გამოიწია მთის ამბებმა, ხო, ეს ერთ ადამიანს რო გადასცეს საზღვროზოლიანად და მათ შორის მაგალითად დაცული ტერიტორიების სააგენტომ ვერ დაიცვა ის, რომ ზურმუხტის ქსელში არსებული ტერიტორია გადასცეს ხიდაშალს ერთ ადამიანს, ხო? და ეს კი, თავიდან თავდაპირველად სალომე საერთოდ არაფერი არა ვერაფერს მეტყვით დაწუნებით, იმიტომ რომ არ არის ფაქტებს იძახი არასწორად. გეტყვით, არა ნახეთ, მე ზუსტად არაზროს არ ვამბობ ტყულს, თუ რამე გადაწყვეტილი არ მაქვს. ახლა ნახეთ, არც მეშლება. როდესაც პირველად შეიტანა ხიდაშალმა პროექტი, სადაც საუბარი იყო 60%-ზე რაჭის, ანუ ეხლა მესამედი კი არა, რაც მე მისცეს, არამედ თავიდან იყო 60%-ზე საუბარი მთელი რაჭის რეგიონის, სადაც 20,000 კვადრატი იყო დაცული ტერიტორიების, ეს ზურმუხტის ქსელი შედიოდა. მე შემიძლია ექსაბოთი თქვენ განახოთ. პირველად როცა მან მოითხოვა ეს დაცული გადმოსცემოდა. პირად ვიცი კაცო ყველა საუბარი. მას ეს და ეხლა ნახეთ რა მინდა რომ კი ბატონო მე საერთოდ არაფერი შუაში არ არის. ამაზე ნახეთ, არა ეხლა თქვენ დაცვა ნამდვილად არ სჭირდება დაცვა. დაცვა რა შუა სიმართლეს გეუბნებით რომ და ნინო რა. პირველ დაცულ ტერიტორიაზე როდი შეიქმნა რაჭაში. ხედავთ ეხლა ერთი წუთით, ანუ რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ არის რომ სრულით არის ბუნების კომერციალიზაცია, ანუ მთელი ბალანსი არის დარღვეული, რომ სახალხო ინტერესი რა არის და ეროვნული ინტერესი რა არის და რა არის კერძო ინტერესი, ხო? სადაც ხედავთ, თუნდაც ბალდიდან დაწყებული, ხევით დამთავრებული და რაჭით დაგვირგვინებული, ყველგან არის კორუფციული სქემა და რა მოაქვს კორუფციას, ხო? ჩვენ ახლა ძალიან კი მივეჩვიეთ ყური რომ კორუფცია, მაგრამ შედეგები ჩვენს ტყავზე ეგ როგორ აისახება ისე რომ 700 დღეა იტანჯება ხალხი და კიდაღამ ჩვენი თანამებრძოლი დაიღუპა მართლა ღმერთმა გადაგვარჩინა, ხო? ხევში რა ამბები არის და როგორი დაპირისპირებებია რაჭაში ჩვენ ვნახეთ ეს ყველაფერი, იქ დედის ასაკის ადამიანები რო აფორთხიალეს იმაზე რა ქვია ასფალტზე ხო და დაიჭირეს უამრავი ადამიანი და რა ამბები მოყვა. რა შუაშია დაცული ტერიტორია? მოდით ციაზე საუბარი მივცეთ ირაკლის მაინც საშუალება. დავასრულოთ ჩემი მოსაზრება რომ ეხა ჩვენ რასაც ვხედავთ არის ის რომ აბსოლუტურად ხდება აი ესე თქვა მხოლოდ კერძო ინტერესის და ნახეთ კერძო ინტერესზე როცა არის საუბარი ვინ არის, ვინ დგას უკან ხო ამის ეს არის ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები. ეს არის კლასიკური გაგებით ინვესტიცია კი არ არის. ეს არის ხალხი, რომელსაც აბსოლუტურად ამ სამთავრობო გუნდთან დაკავშირებული და ვერასდროს ვერც ერთ ასე ვთქვათ შემთხვევაში ვერ დაიცვა დაცული, რაც მას უნდა გაეკეთებინა წესით და კანონით და ვერსად ვერ დაიცვა ასე ვთქვათ ბუნება. პირიქით საზიანო გადაწყვეტილებები ნამდვილად ათობით შემიძლია ჩამოვთვალო ახლა აქვე, რაც მათ მიიღეს. სამწუხარო ჩვენ 2 წუთი გვაქვს, ზუსტად 2 წუთი გვაქვს ეთერის დასრულებამდე, ამიტომ ირაკლი აი 1 წუთი და 1 წუთი ფაქტები იყო არასწორი თანამიმდევრობა
და თავის დროზე დაცული ტერიტორიების მიმართ რომ რაჭაში უარყოფითი გამწყობა იყო, სწორედ ნებსით უნებლიეთ ვიღაცებმა ერთმანეთში აურიეს დაცული ტერიტორიების კონცეფცია და ხიდაშელი სამონადირეო მეურნეობა. ამაში რა თქმა უნდა სამინისტროს ბრალიც იყო, როდესაც ადამიანები ითხოვდნენ რომ დაგველაპარაკეთ ადგილობრივი მოსახლეობა რომ რა ამ ხიდაშელის მეურნეობასთან სალაპარაკოდ გაუგზავნეს დაცული ტერიტორიების წარმომადგენლები, რაც აბსურდი იყო. პირველი დაცული ტერიტორია შეიქმნა 22 წელს რაჭაში. ისევე როგორც სვანეთი, ისევე როგორც სამეგრელოს თიანეთი, ისევე როგორც რაჭა, ისევე როგორც ლეჩხუმი, საბჭოთა კავშირის დროსაც 1 კვადრატული მეტრი არ იყო დაცული. რატო? იმიტომ რომ ყოველთვის იყო ეს ტერიტორია სხვადასხვა ფინანსური ჯგუფების, რომელიც რა თქმა უნდა დროზე ეს იყო ტყისჭრელები, მერე წიაღი, მერე ჰესები, მერე რაღაცა. ესე იყო და რაჭის დაცული ეროვნული პარკი როგორ შეიქმნა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ადგილობრივებმა პეტიცია მოამზადეს და მოამზადეთ 2 წელს საკანონმდებლო ინიციატივა და იყო ლაპარაკი რომ ხიდაშელის მეურნეობა გაუქმდეს და იმის ნაცვლად შეიქმნას სამონადირეო მეურნეობა და რამე ამ პეტიციის შემდეგ ზუსტად რო გამოვაცხადეთ რომ აი ორშაბათს შეგვაქვს ისა რა ქვია კანონი საკანონმდებლო იმ ორშაბათს გამოვიდა მთავრობის ხდომა რომ ვაარსებთ ეროვნულ პარკს. აი ესე იყო ამბავი რა. ხო და ზურმუხტის საერთოდ კავშირში არ არის დაცულ ტერიტორიების აგენტოსთან და დაცულ ტერიტორიებთან და პირიქით ხდებოდა ესა რომ დაცული ტერიტორიების ექმნებოდა საფრთხეს სწორედ სხვადასხვა კომერციული პროექტების შედეგად და მათ შორის ხიდაშელის სამონადირეო მეურნეობის შედეგად. ცუდი რა არის ამ დაცული ტერიტორიების რა ესე ფაქტობრივად მიუგდებენ ხოლმე რაღაცა ტერიტორიებს და რიონი არ შედის, რიონის არც ერთი შენაკადები შუაგული, ანუ ის დაცული ტერიტორია, რომელიც არის რაჭის, არის დიზაინის თვალსაზრისით ცუდი და მისი კონსერვაციული, ანუ ბუნების დაცვითი ღირებულება არის ძალიან შემცირებული, იმიტომ რომ შუაგულია ამოჭრილი და ფრაგმენტირებული არის და საზოგადოების მონაწილეობა რომ არ არსებობს, ეგ კიდე ცალკე ამბავია. საუკეთესო პრაქტიკებზე შეიძლება მაგ ყველაფერს გამოსწორება. კი ბატონო, ახლა ვიცი რომ არა გვაქვს ამაზე სალაპარაკო, თუმცა მე ვიმედოვნებ რომ ჩვენ ამ თემებს აუცილებლად დაუბრუნდებით. ლევანმა მინდა საბოლოოდ ერთ წუთში ვიტყვი რომ მართლა აქ არა ყველა ვინც ვარ შეკრებილები კონკრეტულ რეგიონებს წარმოადგენთ, კონკრეტული ტკივილი გვტკივა არც ერთს არ გვაქვს რაღაცა პოლიტიკური ინტერესები, სამოქალაქო სექტორი ვართ ძირითადად და გელა მისაუბრა იმაზე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის იდეალები, ხო? რაღაცა ადამიანები იდეალებისგან არიან დაცლილები და მე აი ჩვენნაირი ადამიანების პრობლემებს, რაღაც კონკრეტული რეგიონის პრობლემებს რაღაცა ისე იმაშვებიან ირეკლამენ თითქოს რა. ამ შემთხვევაში გულისხმობ პოლიტელიტებს, რომლებიც აი რაღაცა თითქოს უყურებენ ხოლმე, როცა ისეთ მასშტაბურ პრობლემებზე არის მართლა რეგიონებში საუბარი და ვერ იფიქრებ ადამიანი ზოგად ორიენტირებზე ქვეყნის თუ აი კონკრეტული რაღაცა პრობლემებიდან და რეგიონის პრობლემებიდან არ დაიწყე ფიქრი რა. მე ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ქრისტეს ვიტყვი თუ შეიძლება რომ მომავალი ამ დაცულ ტერიტორიებს და ბუნების დაცვას არ აქვს ამ ქვეყანაში თუ არ მოხდა მართლობის დეცენტრალიზაცია. თუ არ წავიდა რეალური მართლობის ძალა ხალხში და თუ არ ენდენ ხალხს. ეს არის ჩიხი. მე ვიცი რომ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარე ბილიკებთან დაკავშირებით, მაგრამ მოდი ეს შემდეგ გადაცემისთვის შევინახოთ ეს თემა, იმიტომ რომ ალბათ იმსახურებს ცალკე ამ თემაზე ლაპარაკს ერთ გადაცემას იმსახურებს მოკლედ ეს თემა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, ჩვენ მომავალ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.